ესე იგი, ეპიზოდი აღარ ვიცი უკვე მე რამდენი, მოკლედ შემდეგი ეპიზოდია ხალხო რა. დავეთ. 16-ია ეპიზოდი. ეპიზოდი 16. დღეს ყავს ისევე რაფაელის თუმრად, რომელიც აქამდეც ნახეთ ჩვენ პოდკასტში. სალამ. ამჯერად საქართველოში აღარ არის. სად არის თვითონ გვეტყვის. ავედი რა, короче, რა, კელში მოვიდა და. ეხლა მე ვარ იმაშია, სან-ფრანცისკოში ვარ უკვე 10 უკვე თვეზე მეტია მე მგონი. და ხო ცოტა ხანი კიდევ რჩები რა და ალბათ მაგაზე მოგვიწევს მე კიდევ ლაპარაკი. აი, რაფო, ეგრევე კითხავ, მაშინ რა ხდება სან-ფრანცისკოში, რატო ხარ? ორის თვით, ეგ მაინტერესებს ახლა. ან ცოტა შორიდან რომ დავიწყო, იდეა და დიდი ხანია მიტრიალებდა ის შენს თუ გახსოვს ადრე რა რაღაცებზე რო ვიყავით ხოლმე. გასული შევლაპარაკობდი ხოლმე რომ მეთქი აი წასვლა მინდა, ცოტა ხანი მინდა რომ გადავიდე რამე ესეთი განსაკუთრებული მიზეზი არ იყო. ნუ მე იდეაში უკვე ბოლო დროს კი ვანდეროდან გამომდინარე იყო, იმიტომ რომ აქეთ ზაალი წამოვიდა და უკვე რაღაცა ვანდეროს გამო ჩამოვედით ერთ-ერთი მიზეზი ეგ იყო. მაგრამ ნუ მეორე ჩემი მიზეზი რაც იყო და დიდი ხანია რომ აქეთ გადმოცხოვრება მინდოდა ცოტა ხნით, იმიტომ რომ ვცნობდი რომ რაღაცა მაქედან ვერ ვახერხებდი იმ მთელი ვაიბის აღებას და იმ მუხტის აღებას და რატომღაც მჯეროდა რომ მოკლედ აქ რო ჩამოვიდოდი რაღაცა დავიტენებოდი ახალი ენერგიით მოკლედ და ხო რა იდეაში ეგ იყო მთავარი მიზანი რა. რაღაცა ივენთებს დავესწრებოდი, ხალხს გავიცნობდი, ვნახავდი სიტუაცია როგორია რა არის, იმიტომ რომ ხა იაში განსაკუთრებით კი იცით რომ სან-ფრანცისკო ყველაზე ტოპარი რა. შეხდა ამ ივენთებზეც ანუ როგორ არის თქვა წინასწარ აგეგმე ჩახვედი იპოვე თუ ანუ აი როგორ ანუ მე რაც ხა გელაპარაკები სულ რაღაც ივენთზე ხარ რა თავარ ივენთს მივადგებით მაგრამ აი ამ ივენთებზე ანუ როგორ ხდება დინამიკა როგორია ვაფშე რა იდეაში ეგეც ის იყო რა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემი წამოს ანუ მე ზუსტად არაგიან მქონდა როდის წამოვიდოდი რა მაგრამ ანუ რამდენიმე ძირითადი ივენთი დაემთხვა ამ მომენტში მათ შორის ეს AI ინჟინერი მათ შორის YC სტარტაპ სკული და რამდენიმე მოკლედ ესეთი ბობოლა ივენთები იყო ამ თვეში რა კიდე იყო რაღაც 1-2 და ეგ იყო ძირითადი ივენთები რა რომელიც თქვა 3-დღიანი 4-დღიანი რაღაცა კიდე და არჩენ ეს პატარ-პატარა ივენთები აქ ყოველდღე არის პარალელურად რამდენიმე რა ყოველდღე 3-4 საათი სულ არის და ყოველ და თვითონ პროცესი ანუ აი ეხა მე უფრო ვარ არ ვიცი ერთ ივენთზე ვარ ვებ3-ზე დამყოფი მე რაღაცა FOSDEM-ზე და დალშე ქართულ ტექ ივენთებზე რა და ძირითადად რასაც უყურებ რომელიც არა კარგია ერთი ტექ ივენთი სამწუხაროდ რაფომ გამაზა აქ არისო ამიტომ რომელიც ფულისტარდება ეს გლობალ ტექ ვიკენდი ხო ხო და ფოტოები შემხვდა და ძირითადად მაინც არის ხოლმე კაი იყო სპიკერები რაღაცები კაია ხოლმე რა სტივენთებზე მაგრამ მაინც უფრო რაღაცა ფსევდო ნეტვორკინგია ხოლმე რა დიდა და ცოტა ბულშიტინგი მაინც მაგრამ კაი ნეტვორკინგიც არის ხოლმე აი მან რა ხდება ანუ უფრო რეალურად კონტენტის გამო მიდიხარ ივენთზე თუ ხალხის გასაცნობაზე თუ რის გამო მიდიხარ ანუ ვაფშე მოგვიყავი რა ერთი ივენთი AI ინჟინერზე რა ხდება ეგ მე მგონი ის არის რა ქვია აქაც ძალიან ოკეი ამბავია რა ანუ კონექშენის მომენტში რომ მიდიხარ ხო, ясნია რომ უმეტესად ყველა მაგისტრის მიდის რა, ეხლა თუ რაღაცა ისეთი ივენთი არის რომ ვიღაცა კონკრეტულ ტიპს არ უმიზნებ რა და აქაც ანუ ძალიან ოკეია ეგ ვარიანტი და რაღაც მომენტში შეიძლება ფეიქი გონოს რა, აი ტიპი მოდის გელაპარაკება თქვა 2 წუთი ან 3 წუთი, ხვდება რომ ახლა შენ მისთვის საინტერესო ან შენ ხვდები და ანუ it's okay რომ ეგრევე ამბობთ რომ ოკეი რა, აქ ვარ და გნახავ და ეგრევე მიდიხარ და ანუ იმენა ჩამოვლაზია ხალხი რა, ანუ ჩოლობრივი ის გეგონება რა, ხო იცი ისინი როდი გასხომ იმენტები და როცა ჩამოვიდა. ეგეთი გარემო ჩდება რომ ანუ შენთან ყველა მოდის, იმიტომ რომ აინტერესებს რამდენი ფული აწიე რა და თუ არ აგიწევია მიდის რა. ანუ იმენა ეგ არის რა, აი 1-2 გავიცანი ტიპი რომელიც აი როგორი ჯიგარი იცი, აი მე რომ წავედი და იმენა აი შეგენო და დალევა რომ წავიდე და მეთქი შემოჩაგახჭო და რაღაცა იმან. დანარჩენები ხო აი ძირითადად ეგ ვაიბი არის რომ ანუ დავлапარაკოთ რა შეგვიძლია საკეთებ და რამდენი გაგფული. ამათი გამარჯობა იმენა ეგ არის რა. მე რომ ვიყავი მან და ინვესტორებზე და სტარტაპერებზე რაც ყველაზე გამიკვირდა, ანუ უმეტესობა სტარტაპერა ტიპი ვინც გამეჩნდა, ან ინვესტორი, რაღაც 5 failed სტარტაპი ქონდა, მაგრამ მაინც იპოვა მე 6 ჯერზე ვიღას ვინც ფული მიცა და ეგ ძალიან
ნორმალური თემა იყო მან რა, ანუ არანაირად თუ fail სტარტაპები ქონდა background-ში, არ ნიშნავდა რომ всё, მეც ფულს აღარ გაძლევენ რა. ხო, შესაძლოა ის თუ გახსოვთ კოტემას რო თქვა წინა პოდკასტზე, კაკ ზუსტად ეგახსენა რა, რომ ანუ Silicon Valley მაგიტო არის უნიკალური ადგილი, რომ nobody cares what you did in the past, ანუ ეხლა რამე crazy idea თუ გაქვს, ვიღაცა იმას გამოყვება აუცილებლად რა. საინტერესოა რა. მან სხვა ისიც არის, რომ იდეაში თუ სტარტაპი და ფეილებული ხარ, ანუ იმ ხელა გამოცდილება გაქვს უკვე, რომ მარტო ეგ ამბავი დამღირებული არის რა ინვესტორისთვის, იმიტომ რომ შენ გამოგიცდია, გაგივლია, ბევრი რამე იცი და ანუ ეგ არ არის, ანუ ფეილი არ არის ეგ რა, პირიქით, ბევრი კარგი რამის მომტანია, ფეილის გარდა რა. აუ, კიდე ერთს ვიკითხავ რა. ნახე, აი ჩვენთან არის ესეთი perception-ი, რომ ან თითქოს ანუ ესეთი გარემო არის აქ ქართულ სტარტაპ ეკოსისტემაში შექმნილი, რომ ანუ ქართული სტარტაპები თითქოს იმიტომ ვერ აღწევენ წარმატებას, რომ ბანს გარემოში არიან რა მოხვედრილები რა. და იძახიან ხოლმე, რომ აი average ხალხიც ამერიკაში average ხალხი რაღაც სტარტაპებს აკეთებენ და საკაიფო შედეგებს გადიან რა. და ეგეთ feeling-ი ხა მან როგორ არის? ანუ სულ ძალიან cutting edge innovation სტარტაპები შეხვდა ირგვლივ თუ არის რაღაცა basic რაღაცეების და ხალხიც რა. ძალიან average. ეგ მინდოდა გამეზიარებინა, რომ აი ამასთან ვიყავით რაღაცა იმაზე რა ქვია, ჰაკათონზე რა. ბევრი ჰაკათონი არის, თან რაღაცა სტრანად არის, შეიძლება ერთი კვირა გამოვიდეს და სულ ჰაკათონები არის. მეორე კვირა საერთოდ ჰაკათონი არის, რაღაცა სტრანად არის რა. და ანუ რაღაცა ველოდებოდი, თან ვიყავით AGI House-ი არის, ნუ ერთ-ერთი top hacker house-ი სან-ფრანცისკოში რა, თავზე ანდრეი კარპათი ცხოვრობდა, მე მგონი თავის დაფუძნებულია თუ არ ვწდები და მოგეთ თან hacker house-ში ტოპია, ტოპებში ტოპია რა. და ანუ მოგეთ მანდო და რაღაც გარემოა, ჯერ ნუ არ ვიცი რა გარემო აქვს ტიპებს რა, რაღაცა აუ, hacker house-ი რა. hacker house-ი არის რაღაცა მეც ახლა ერთ hacker house-ში ვარ, ანუ სახლი არის, რომელშიც ძალიან დიდი სახლია, 10 ოთახი შეიძლება მეტიც. და იდეაა რომ უყრიან თავს სტარტაპ ტიპებს რა და ცდილობენ რომ Silicon Valley-ში ანუ ერლიკ ბოქმანი ყავთ ზვან სადმე? ხო, ანუ იმენა ეგ ვარიანტი, აუ მე კი მყავს ისე ვიღაცა მაგარი სანი ტიპი არის, იმენა მაგრამ არ მივასება. ხოდა ისე რა ანუ ეგრე ტიპებს თავს უყრი რა. რომ ეცე დაცხოვრო და ანუ დიდი ალბათობით მე networking-ომენ და იცნობენ ახლა. მე კი ვიღაცა ისინი შემთხვევა, მაგრამ ნუ ხო, შეიძლება აგერ. ხო, ისე ეგეთ რაღაცები რა, ანუ საქართველოში რო ქონდეს რა, კარგი იქნებოდა, ანუ ეს რაღაც ესე საერთო საცხოვრებელი ან კიდე ცოტა ხნით სამყოფის სივრცე ხო არ გვაქვს არსად რა, სადაც შეიძლება რაღაც like minded ადამიანები იპოვო რა. კი, მაგრამ აქაც მე რას ვატყობ, ანუ ეგეთი ადგილებიც ძალიან top hacker house-ი თუ ახლა აზრი არა აქვს რა, ანუ just просто ის ახლა რა, სასტუმროში ეგრე, იმიტომ რომ რაღაც შენს ოთახში შეიკეტები, არავინ არ გამოდის, ან ყველა მაინც გადის coworking-ში მუშაობს და დიდად ვერ networking-ობ რა. და ამიტომ მანდაც რომ გაგიმართლოს და მე ზეღარ როსერჩავდი, ანუ ეს ყველაზე ცნობილი hacker house-ები რაც არის, ვაფშე ყველა დაკავებული არის და დაკავებული კი არა, ანუ როგორი competition-ია, იცი რომ ანუ რაღაცა სტარტაპზე რო ფული აქვს, მაგაზე უფრო რთული არის, მე მგონი მამოხვედრა რა და. ნო, hostess და გასაუბრება კი, შენ რაღაცა დასწაულის უნდა გქონდეს რა, ანუ ოღონ თან აქ კიდე რა არის მაგალითად რომ ლიტკოდის კარდხორები ჩოჩი არის მართლა ოღონ აქ მარტო ცხოვრება კი არ არის ანუ ეგენი გაძლევენ ნუ დაფინანსებას networking-ს ანუ მაგალითად AGI House-ი მილიონს გაძლევს რა 100%-ში თუ რაღაც ეგრეთი და შესაბამისად იასნია რომ ანუ მარტო hacker house-ი კი არა ეს გამოდის რა ვიცი რაღაც მომენტში მაგიტომ ეს hackathon-ზე ვიყავითო AGI House-შიო რა hackathon-ი იყო ხო მან იყო hackathon-ი გორში რაღაც ის რო არის რა ქვია აი Pi ხო გახსოვთ Wanderos საიდანაც წამოვიდა Pi-ს ეს იყო რა ქვია ეს Pi ხო არის ეს LinkedIn-ის co-founder-ის გაკეთებული რო არის ხო ხო რა ერქვა მაგას Reid Hoffman რაღაც ეგეთი ხო ხო არა თვითონ სტარტაპს რა ერქვა რაც Pi გააკეთა ნუ მოკლედ რაღაცა ეია და მაგის CEO იყო მან აი ეგ ტიპი და იდეა იყო რომ რაღაცა აი ეგეთი humanoid რაღაც სტარტაპი ნაიგეთა ოღონ white code-ით რა და რაღაცა ეგეთი hackathon-ი იყო რა და მე ხარ ახლა AGI House-ში იყო იასნია წავედი და მან ველოდებოდი რაღაც სასწაულს იმიტომ რომ მეთქი დაინგრევა ალბათ ტიპები გამოვიდნენ და ანუ ისეთი დაბალი დონე იყო ბრაცია ისეთი დაბალი დონე იყო რა გითხრათ რა თქვენ რო hackathon-ი გააკეთეთ მან ბევრად კაი სტარტაპები ისინი იყო იდეები ჩემი ეს ვირი აქ იყო მაგალითად რა მართლა უღონ არ ვარ მაგალითად რა იყო ამისთან შეჭება AGI House-ი ანუ რა ვიღაცა სულები ტიპი ამბობს რომ რაღაცა
რაღაცა საიტი გააკეთა, რომელიც ჯერეთი რომ 20 ის იყო გუნდი და ალბათ 18-ის დემო არ მუშაობდა. ანუ თან რაღაცა ელემენტარული რომ რაღაცა საიტი კონდეს და ასას შეახედო ხალხს რა. ჩვენ კიდე კაი ვიდეო ქონდა ჩაწერილი და ვიდეო ვანახეთ რა, მაგრამ ეგეც არ იყო, ანუ ვერავე, ანუ თან ერთიანი იყო, მომენტ დრო იყო მაგისთვის რა, ანუ გაუმართავი დემოები, იდეები რაღაცა ბანძია, აი გადაღეჭილი, გადმოღეჭილი იდეები, აი რაღაცა რა ვიცი, საიტი გავაკეთოთ, რომელიც აი მაგით ერთს ქონდა ვიდეოს ატვირთავ და მოგცემს ამ ვიდეოს რაღაცა ტიტრებს დაადებს თუ რაღაცა იმას გავუკეთებს. ნაქვია. რაღაცა 1-2 API რო გადააბა, შეიძლება ეგეც კი არ იყო რა. და ნუ დაუსრულებელი დემო და ეხლა შეიძლება ისე რომ შეაფასო არ იყო ცუდი, მაგრამ მე ვიძახი ხა სან-ფრანცისკოში რო ხარ და AJ House-ში რო ხარ, მეტი მოლოდინი მქონდა რა, ეხლა და რაღაც ძველოდებოდი. ხო, ეს საინტერესო ტოპიკია. ხო, იგიცი, მაგრამ ძალიან საინტერესო ტოპიკია და ის სხვა ჩვენ ბიჭებო თქვენასაც მოვისმენდი რა, ანუ ეგ ხო, რაღაც ყველას გვაქვს თვიში მოსწრებთან, რომ ყველას გვაქვს რა, მე მაქვს და ალბათ ყველას ვინც რაღაც ნამყოფი არ არიან ლაივში გამოსტრები არ აქვს მიღებული, რომ ანუ რა ძალიან შეიძლება გეგონოს, რომ ის არის რა ქვია. ლოკალურ გარემოში ყველა ასე თქვათ ის რაღაც ბერკეტი არ გაქვს რომ რაღაც მაქსიმალური რაღაცები გააკეთო და ყოველთვის გონია რომ იქ სხვაგან სან-ფრანცისკოში, ევროპაში სადმე არ აქვს მშობა. ყველგან ბევრად ჰაი-ტექ რაღაცები კეთდება, როცა დონე ადამიანის და რაღაც ინტელექტის და საშუალო აუთპუტის ზუსტად იგივე შეიძლება იყოს თუ არა უფრო ნაკლები რა სადღაც გარეთ რა. ეგ საინტერესო ტოპიკია საერთოდ ზოგადად. ხო, მაგრამ ხო ზუსტად ერთ და იგივე არ არის, ანუ ინჟინერების ლეველი და ცალკე რა ოპორტუნიტები გაქვს როგორც სტარტაპს, იმიტომ რომ ხო შეიძლება იმ ჰაკათონზე ეგეთ ლეველი არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ რაღაც სახში თუ შეხვალ 1 მილიონს გაძლევენ 10%-ში, ანუ 1 მილიონი აქვს 5 იმ სტარტაპ ჯამში აღწეული საქართველოსთან რაც კი გასულა. რაღაც ჯიტას 10 ბაიტს რო იქირავები გაძლევენ, ანუ ეგა. სპონო იმას არ ვიძახით, რომ სან-ფრანცისკოს თბილისია რა, ანუ მაგის თუ არ გვინდა, მაგრამ ხო, ანუ ბაღატონში ეგ გქონდა რომ დამეკვირდა. მაგრამ თლად ეგეც არ არის რა, ანუ მეორე ჰაკათონზე ვიყავი, იქ ბევრად кайფ რომ გააჩნია რა. იქ ბევრად რა გააკეთეთ? რამე საინტერესო ხოლმე გააკეთეთ? რაფომ გააკეთა ვიდეოს ტვირთავდი და ტიტრებს დაადევდა. ორი API-ს არ გამოიყენა, ორი API-ს არ გამოიყენა. აი როგორი ფეიკი გავაკეთეთ, იცი, აი როგორი ფეიკი, აი რა გითხრა, მაგაზე მეტი რო არ შეიძლება და პროსტა ვიდეო ჩავ, იმიტომ რომ რაღაცა როც არ იყო მაგისი, ხა იქ ვის ქონდა მაგის ნერვი რა, ანუ მივედით რაღაცა ისე ვარიანტია. ჯერჯერობით არ თვითონდი მე ეგეთი სიტუაცია თუ იყო, ანუ ყველა აჯდა და მაშინ მე მეთქი მივედი რაღაცა ხალხ გავიცნობ, ნახავ რაღაცა დავლევ შევჭამ უფასოდ და რაღაცა მაკონჩი მივედი რა და ანუ უცებ გამეჩიტა ყველა ზის და მეთქი კაი ეს რამეს გავაკეთე, მაგრამ ეგეთი ის იყო რა. მე ხო ანუ ეგ კითხვა მქონდა რომ ანუ ეხლა ჩვენთან საკათონი რო გავაკეთეთ ესე MCP-ების თემაზე. ძირითადად მაინც ასე თუ ისე ჯუნიორ ხალხი მოვიდა რა, რაღაც ჰარდკორ ხალხი, ვისაც თავისი სტარტაპი აქვს, ანუ უმცირესობაში იყო ეგეთ ხალხი, ვისაც მართლა რაღაც საქმე აქვს გასაკეთებად რა. თითქოს ნუ მე ეგეთ შეგრძნება დამრჩა. ხალხი იყვნენ ჰობისტები, ვისაც აი მაგრავებას ეს რაღაცა ერთი ეგ ძალიან ენტერპრენიორი ტიპებიც იყვნენ, მაგრამ დიდი ნაწილი იყო ეგეთი და ალბათ ახლა მანდაც ეგრეა რა, ანუ რაღაც იმ AGI House-ში თუ მოხდი და მილიონიანი დაფინანსება აწია, მაშინ არ გეჰაკათონება ალბათ რა. ანუ მან ეხა ეგ ხო ყველგან ეგრე არის, აჭირეთი გააჩნია როგორ შეფუთავ თვითონ ჰაკათონს და ანუ როგორ გაარეკლამებს და რა მესიჯებს გააგზავნი და მეორეა მე რა community ხავს რა ეხა. თქვენთან რატომაც მოვიდა ეგ იყო რომ ისეთი ხალხი დათარგეთდა, ნუ შემთხვევით თუ როგორც იყო. ხო შემოდის რაღაცას ხია. ეს დედა ავერ გადაწყარეს. ორი დღე არ ძინავს მაო. ეს ორი დღე არ ძინავს ბიჭო იმენა, კაროჩე ესენ ვინ არის? აი, ჩემ პანჯერასთან თხრიან, ბიჭო, აი, სედაი აქ თხრიან. აი, მიდი, არ გვაქვს ცენზურა, მიდი მაგათი. ხო და ისა რა ქვია. ანუ თქვენთან ის იყო რა, რომ აი Discord-დან რო წავიდა და რაღაცეები, ანუ ხალხი ზამთარს ისეთ ხალხთან დივიდა ეგ სიტყვა, რომ ეგეთ ხალხი მოვიდა რა, ეხა აქაც გააჩნია რა, შენი მიზანი რა არის, ხა მანდ სავარაუდოდ არ ქონდათ ეგ მიზანი, რომ მაინდა-მაინც ისეთი ხალხი მოვიდა, მაგრამ მეორე ჰაკათონზე ვიყავი, მაგალითად, იქ აი ძალიან ჩაჭირა ტიპები იყვნენ და ანუ ეგეთი გადაობა ჰაკათონი არც მინახავს. მივედი მე იმისით, რომ მეთქი აი ნახავ რა კეთდება. ეხა მე არ ვაპირებდი გასვლას, მაგრამ მეთქი აი რა იდეები არის რაღაცა და
შეფასება როგორ კეთდებოდა იცი ანუ 3 საათი ველოდო და მესკი აი ხე გამოვლენ და ოთახში შედიოდნენ და ერთ-ერთზე ჟიურის ელაპარაკებდნენ რა ანუ შენ ვერთის მე მიდია რა იყო ეს რაც 20 კაცი 20 ჟიური იჯდა და ყველა მედიოდა ერთ-ერთზე უჯდებოდა და ერთ-ერთზე უფიჩავდა რა და ანუ გააჩნია მოკლედ ყველგან ეგრეა ეხა შენი მიზანი რა არის ეხა სავარაუდოდ იმათი მიზანი არის ხო რომ რაღაცა ჩას რეკლამა იყოს სავარაუდოდ და მაგიტომაც ეგრე მოხდა რა თორე ყველგან ეგრეა ინტერესებს ხო მიდი დუდუ ეგეთ ივენთებს როგორ პოულობ ზოგადად ანუ მე ჩემი ან ძალიან დაბაბნეულია ჩემი არის მან ზოგადად კალიფორნიაში როგორ ხდება ამ ივენთების მენეჯმენტი რა ან ვინმე უნდა გითხრას ან არის უზღვავი რაოდენობა როგორ იპოვოთ ანუ შენ მაგას როგორ ჰენდლავ თუნდაც ამ კონფერენციებს ჰაკათონებს სად ეძებ ხოლმე მე ხა ეს პოპულარ კონფერენციები რაც არის ეგ ისაც ხდება სავარაუდოდ ეგრე არ მიძებნია რა რომ აი რა კონფერენციები ესაც ვიცოდი რა სადაც ხდება უჭველი მაგრამ ეს პატარ-პატარა ივენთები ანუ ლუმა რა ყველაზე გლაუნი არის ლუმა ორი რაღაც ჩენელი არის ერთი სან ფრანცისკოში და მეორეც რაღაც ეგეთი და იმ კოლექშენში არის ნუ ყველა 99% მანდარი რა და მანდაც მე ხვდები რა ანუ თავიდან ის ქონდა რომ აი ყველა ივენთზე დავძიოდი და რაღაცა მაგრამ ანუ აქაც როგორი ვარიანტი არის იცი რომ აი შეიძლება რაღაც ივენთი იყოს ძალიან მაგარი აი ჭყვეთა იყოს ასაც ქვია და ძალიან მაგარი ხალხი იყოს აი რო გაგიკვირდება ეგეთი ხალხი მოვიდეს და შენ რომ მიხვიდე ივენთზე აი რაღაც საშინელება რა ანუ და აი მე მაგის თემა რომ როგორ ფილტრავ მაგას როგორ ხვდები რომელია კაი რომელიც სუდი იმიტომ რომ ყველგან სახელები ერთ ეგეტრიალებს ყველგან დისკრიფშენი კაია ყველგან აღწერა მაგარია მაგრამ ანუ როგორ უნდა მიხვდე რომელია კაია თუ და ეგ რას გავს იცი და თვითონ პაუნა რა ეგ რას გავს თბილისში პარასკევს აღავას რო არჩევს აწაფუიდე და ძალიან მაგარი რეკლამა როა გასლორს რო გადაიხდი ივენთში და რო შეხვალ და რო შედიხარ შენ და კაცები რო გახარდი სცენაზე ვარდო არაფერი ვარ ეხა იმას რა ქვია რაფა ხო ორი სიტყვით ეხა ეს ზოგადად სან-ფრანცისკოში ყოფნის ტოპიკი რო იმას ვქნათ რა ქვია ამოვწუროთ ორი სიტყვით ეხა გითხარ ეს ერთი თვე დაახლოებით მანთხარ კიდე ერთი თვე უნდა იყო და ეხა უცბად ორი სიტყვით რო გითხრა ანუ რო ჩახვედი რას ელოდებოდი აი რა იყო მაგალითად ის რაღაცები აი თავში რაც გიტრიალებ და ჰაი ლეველზე რო გითხრა ეხა რეებიც ნახე ერთი თვის თავზე უკვე რა გამოცდილებები აგროვე როგორ შეაფასებდი რა მოლოდინები გაგიმყარდა რა შესრულდა რა არ შესრულდა და შემდეგ ერთი თვის თავზე რა ისენი გაქვს რა რეებს უმიზნებ მაგალითად რა მის ჩეკპოინტები თუ გაქვს ეგენ მოგვიყვები უცბად სანამ შემდეგ ტოპიკზე გადავალთ ანუ აკეთა ანუ სასწაული რა ხდება და ის წარმოუდგენელი გადავიდეს ფეხით ხო მანდ ვიყავი მაგრამ ხო ისეთი სიცივია აი დეციცივია ხალხო ეგიცოდეთ კარიერი აი რავი სამი ხო კაროჩე დიღომიდან წამოვედი და უარეში მოვხდი სუქარია რაღაცა 20 მაიგა წამოვედი ერთი მოსაცმელი და სულ მოსაცმელი დავდივარ რა აი საშინელება ეგ იყო პირველი რაც მოვდებოდი მოდი ჯერ მაგით დავისვათ მაგრამ რატომაც ის არის სასწაული აქ ყოფნა და რა წარმოუდგენელი მომენტ რაც არის რაც ესე კი ვიცით ყველა მაგრამ აქ რო ჩამოდიხარ მე რო ხვდები რომ ანუ ქუჩაში ხდება ისეთი ხალხი რა აი ანუ წარმოვიდგინე ხა რა ხდება რა ანუ AI-ის ამ მომენტში სამყაროს ვინც ამოძრავებს 90% ხალხი აქ ცხოვრობს რა აი შეიძლება ჩემ მეზობლად ვიღაცა ეგეთი ცხოვრობს რა და ანუ ეს ხო ერთი ხა ესე მაგარია რა თავისთავად მაგარია მაგრამ მეორე აი რა ქუჩაში ვკადიხარ და ის შეხვდება perplexity CEOs აი მოდასავებს რა მოდასა პურზე მიდის რა და აქეთ ვიღაცა ისა ქვია მოდალის ისა რა ქვია CEO და ეგეთი ხალხია ესე პროსტ ადგის ან რა აღწყვეტს ეს ხალხი მაგათ ყოველდღიურად ეგ არის და აუ ეგ არის სასწაული რომ აქ ეგ მოდი თავისთავად ქონდა და მაგიტომაც ჩამოვედი აქ მაგრამ მეორეა რომ ამას ხედა ანუ ყოველდღიურად ისეთ ხალხს ხვდები რომელსაც აქამდე უყურებდი და მათ პროდუქტებს იყენებდი და ნუ იცი რომ რაღაცა აი რავი რაღაცა კურსორის CEO მაგალითად რომელსაც რაღაც კომპანია 9 მილიარდი დებს და ეგრე აქ არის რა აგერ ეგ თავით იმას ყავს აი ეგეთი გარემო რო ანუ ეგ რაღაცა სიგიჟე არის რა უგონ ამას როგორ ძნობ რა ერთია რომ იცი და მეორეა რომ ანუ აკაურობა მაქიდან გამომდინარე და ყოველ სულ ივენთებია სულ ექსი ხალხი და სულ გარემო ეგეთია ანუ მაღაზე გადაომენტიდეს რაღაც სკრინი არის რომ ტაქსისტი რომ მოდის რა Uber-ზე და რაღაცა YC 23 რა ანუ ყველა YC დაფინანსებული რო არის და ყველა სტარტაპერი რო არის ანუ აქ ბომჟი ხარ ან სტარტაპი გაქვს რა ან ფული და ან ბომჟი ხარ რა ვარიანტი არ არის და ანუ ესეთ ხალხს რო ხედავს სულ რაღაცა ანუ სულ იმას გაძალებს რომ აი ყოველდღიურად იფიქრო ეგეთ იდეებზე რა და მე რაც აი ალბათ ყველაზე დიდი აქთან დავიღე
ზენ ნუ რა თქმა უნდა კონექშენები და ის თავისთავად რა ყველაფერი და ის ხომ დავიცანი და შეიძლება, მაგრამ ყველაზე თავი რაც იყო ის არის, რომ ანუ გონება ისე იმართება ყოველდღიური ამ ფიქრებით, რომ ანუ შენ რუტინაში გადათისებ და რაღაცამ რომ მოწყდებიან საქართველოს ამბებს, შენი ყოველდღიური რუტინა არის, რომ იღუტებ და იდეებზე ფიქრობ და ეცნობი აბარახდება ვინ რას აკეთებს და ამ თან ძალიან პატარა ბაბლია რა, აი როგორც საქართველოსია, ხო იცი აი ტექსში რომ ყველას რო იცნობს და პატარა რაღაცა ის რო არის გარემო და ეს პატარა სახლი რო არის, აი ეგეთი ვარიანტია აქაც. აი საერთოდ ვერ ხვდები იმას, რომ აი ეს ხალხი სამყაროს ამოძრავებს რა და AI-ს ესენი უცნიან ვექტორს, ანუ იმენა ყველას იცნობს და აი ძალიან პატარა ხალხი არის. იუნიტებში და დადიხარ, სულ ერთგივე ხალხი, სულ რაღაც ნაცნობი გარემო, ერთხელ თუ ჩაინტერვიუდი და შევთვალე ყველას იცნობს რა. ოსტან უგან განსხვავება ისაა, რომ ესენი მილიონერები და მილიარდერები არის. ისე. და ეგი არის, აი სასწაული მოკლედ რა. რამდენად ეპროუჩებულ ტიპები არიან ეს კი მოდის ქუჩაში ეს CEO, მაგრამ შენ დაკვირვებით ან რო გააჩეროთ და დაილაპარაკოთ და რაღაც პროსტა გაიცნო ეგ ოკეია მან თუ არა? კი როგორ ანუ ძალიან ოკეი არის, პროსტა გააშია მე როგორ გააგახა გამარჯვებაზე თავისთავად ყველა გეტყვის რაღაცა ერთოსებას გასული, მაგრამ მე ზოგი არის ესეთი ტიპი რომ აი წავა პირობითად და გეტყვის ოკეი მოწავიდე რაღაც საქმე მაგან და არ გაჩერდება, მაგრამ ზოგი არის აი ძალიან ჯიგარი რა, აი აქეთაც რო კითხებს კისვას და ხვდები რომ მამენ დააინტერესა შეგაცაკეთ. აი მაგალითად LangChain-ის CEO ეს ვინც არის, ანუ აი სასწაული კაცია რა, ისეთი ჯიგარი ტიპი გაიჩიტა რომ ანუ მივედი და შეიძლება ანუ რომ ეხა სახეზე რო ვერ მივხვდები რომ რაღაც ამ ისე კომპანია 200 მილიონი ეს რამდენი ეს არ ვიცი. მაგრამ აი ძალიან ჯიგარი რა და ელაპარაკენ ეს ივენთზე რაღაც ახალი ოფისი გავხსენითო და ძალიან ჯიგარი რა. ანუ გააჩნია მოკეთ, მაგრამ ხო ანუ most probably მოკეთ ყველა ღია არის რომ ყველას აინტერესებს რა, იმიტომ რომ აქ თუ ხარ რაღაცას უჩაიჭებს სავარაუდოდ რაღაცა higher-than most-ული ტიპი არ ახარ რა, ანუ ყველა ვარიანტში რაღაცას აკეთებ რა, იმიტომ რომ აქ ყველა რაღაცას აკეთებს. ყველას აკეთებს, ვიღაცა შეიძლება ძალიან high-ზე ზის და ძალიან სასურველს აკეთებს. ვიღაცა ან deep tech აკეთებს და ახალ OpenAI-ს აკეთებს, მაგრამ ყველა რაღაცას აკეთებს რა და აი ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარია აქ რომ აი გარემო მოხტავს და მაგ ენერგიას გავსწრებს რომ ანუ გინდა თუ არ გინდა შენ მაგ გარემოში ხდები და მაგ მოტივაციით ხარ ყოველდღე რა და ყოველ რაღაცებზე ფიქრობ. ეგ არის ალბათ ყველაზე მაგარი. კი, ანუ ეგ ძალიან ხაზგასმელია რა მაგაზე, ანუ მე ძალიან იმაშოვდი ხოლმე აქ ანუ აი ხა პირველი რაც გამიკვირდა რაფოს რო ველაპარაკებოდი არის იყო რომ რაფო ნაითო იყო რა, ანუ ღამე მუშაობდა ხოლმე რა გვიანობამდე რა და რაღაც და რაფოს რო ველაპარაკე მითხრა რომ 10-ზე ვიძინებ და დილას 6-ზე ვდგები ხოლმე 27-ზეო რა. ხო, ეგ პირველი არის ხო, ანუ Max Tate-ამდე მივიდა, მოკლედ ხო რა, ძალიან აქ ის არის, ანუ ხოლმე ხა მივხვდათ ისე რომ მან ახლა რაღაცა ისინი არის ხოლმე გადაკვეთები, მაგის გამო მიწევს ხოლმე რაღაც მომენტში ადგომა, ეგ მაგრამ ანუ ყველა ეგრე არის რა, ანუ ასე ივენთები 5-ზე, 4-ზე და 6-ზე, 7-ზე მთავრდება და მე ყველა სახლში მიდის რა, ანუ ეგ ძალიან ეს არის რა, ეგ ყოველთ ერთი რაც გამიკვირდა, აქ რაღაც არ ველოდებოდი. მეორე ნუ აი ეს მოკლედ ეს ბომბები ძალიან ანუ აი შოკი არის ჩაოლებრივი რა, აი ვერ წარმოიდგენ პროსტა რა ხდება. აი შო ზომბილენდი ვაიფაის ფილმი და ეს რაღაცა. აი ერთი ქუჩა არის, პროსტა რო გავიარე, აი თვალებს არ უჯერებდი, ოღონ მართლა აი არ მეჯერა, რომ როგორ შეიძლება ადამიანი ჩაოლებრივი ტიპი ქუჩაში მიდიოდეს. არ ვიცი რაღაცა ჩარტით და აქეთ ხედავ ტიპს რომელიც მიწაზე აგდია და შეიძლება აი წამიწამს მოხდეს რა. აი ამხელა ის არა ქვია განსხვავება პირველად ნახე რა, რომ აი და არავის არ აინტერესებს. ძალიან ოკეია ეგ, რომ ვიღაც ტიპი არ შეიძლება მოხდეს. არ ვიცი ხაპდება თუ არა, მაგრამ ისე ვიძახი რა, ხდება. ეგ იყო ძალიან შოკი, რომ აი აქ ძალიან ოკეია ეგ რა ვიცი რა. გასაგები. ცოტა ის იყო ეგ. ხა. აი, მოდი ახლა ჩვენთვის მეგონი რაღაც ოთხის ძალიან რაც გვაინტერესებს და რაღაც კონტექსტში გვაერთიანებს კიდევაც. YC startup school-ზე რომ მოგვიყვე, ჯერ ორი სიტყვით ვაფშე იმას ვქოთ რა ქვია. ახლა ისევ ინტერვიუს ფორმაში გადავდივართ, მაგრამ ნუ anyway, ძალიან გვინდა რა. რავი, ჩვენ რა უნდა გადავდივართ. ხო, ძალიან გვინდა რომ იმას ვქოთ რა ქვია. მოვისმინოთ, ზოგადად მოდი ორი სიტყვით ჯერ YC startup school-ი რა არის ეგ კიდევ ერთხელ მოგვიყევი, ჩვენ მაყურებელსაც მოუყვეთ და მე ორი სიტყვით გითხარი. რა ხდებოდა რა? აი რომ მიხვედი პირველად. ანუ აი ეს კარპატის თოპი ჩვენ 3 დღეში უყურეთ, როგორი იყო ლაივში რა. ო ეგ ისე ძალიან ეს არის კიდე, ანუ ხო, წეგარას გამომჩაი რომ ინფორმაციის გავრცელება რა. ანუ აქ რო რაღაცა ხდება, ჩათვალეთ რომ საქართველოში მოდის 6 თვის მე 4-დან 6 თვემდე რა დაახლოებით ეგეთ რეინჯში. მაგრამ მან რაც მნიშვნელოვანი რაც აქ გავიკი არის, რომ
არა მარტო საქართველოში, არამედ აქ სამეზობლო შტატებშიც ძალიან გვიან მიდის რა, ანუ 6 თვე არ არის დაყოვნება, მაგრამ ესენ ორ თვემდე აქაც არის ხოლმე დაყოვნება რა, ამდენი ტიპს რო ვლაპარაკე, მაგათაც მითხეს რომ აი ჩვენც აქ მოდივართ ხოლმე, იმიტომ რომ იქ ცოტა გვიან მოდის რაღაცეებიო რა, ეხლა კარპატის ოკი ადრე დადეს ხო, იმიტომ რომ რაღაც კატასტროფა მოთხოვნა იყო, მაგრამ ფოტოქები საუბრობთ გვიან დაიდება, ხა AI ინჟინერზე სადაც ვიყავი, აი ხან ენილადებენ ვიდეოებს რა და ეგეც მასწავლებს. ანუ ეგ ინფორმაციის განა მე ნუ კიდე შენ როდის ნახავ მაგას და ასე შემდეგ რა და ეგ ცოტა ისე ეს YC-ს შეეხება მოკეთ ეს პრაქტიკულად გააკეთეს YC AI startup school-ი რომ ნუ ეხლა YC-აბა ყველა მიცით მაგრამ რაღაცა მე როგორც ვატყობ მოკეთ აქ ცოტა YC-ს დაიხა ალბათ და რაღაცა ალბათ დავარდა მაგათი რეიტინგი თუ რა არის არ ვიცი მაგრამ მოკეთ რაღაცა ეგეთი ეჭვი გამიჩნდა რომ მოკეთ YC ის YC ვეღარ არის და ადრე რო იყო და ну ალბათ მოინდომეს რა მოდი რაღაცა ერთი კარგად დავარეკლამოთ და რაღაცა ის გავაკეთოთ რა ბუმი ესე ვთქვათ და ამ ტიპებმა რაღაც ივენთი მოხდეს მოკეთ აი ალბათ ნახავდით ну რა სპიკერები იყო რა აი არ ვიცი იქაც რო ვიყავი მეთქი ანუ რანაირად მოახერხეს რომ ანუ ერთია რომ ეს ხალხი კაი ხა ის გარი იცნობს ყველა დათანხმდა მაგრამ მეორე ანუ უნდა შეკრიბო რომ ეცალოს ამ ხალხს რა ამიტომ ყველა ესეთი ხალხი იყო რა ანუ სასაული სპიკერები იყვნენ მოკეთ აი მართლა ალბათ რობინოდეს მაგაზე მაგარ სპიკერებს ვერ მოიყვან თეორიულადაც კი და მოგდა ეგეთ ხალხი შეკრიბეს და თქვენს რომ ვაკეთებთ რაღაცა ურთლიან ივენტს და ოღონდ ვაკეთებთ აი ძალიან ჩაჭერა იყო რომ სტუდენტები ანუ graduate-ი master და PhD ხალხი და ეგ target-ი კონტაქტ და ნუ საერთოდ იმიტომ რომ ეს ხალხი მომავალი ისინი არიან ხო დატოვოს ეგენი ვაკეთებენ სამარავად და მეგენი აინტერესებდეთ და თქვენს რომ მოდი ახლა 2500 კაცი შევკრიბოთ ოღონდ აი ძალიან top ხალხი რა აი მაგაზე იქეთ რომ ხალხი აღარ არის ეგეთი რა და ანუ ეგრე გაარეკლამეს კიდეც ნუ იქ აი ყოველდღიურად ეგ მესიჯები 2500 კაცი ხო ხო აი ეგ მესიჯები ისმოდა ყველგან რომ აი თქვენ ხართ ეხა აი სამყაროში top 2500 კაცის რო ამორჩიო ეგენი ხართ ეხა თქვენ აქ ამ ოთახში და ის სულ ეგ მესიჯები ტრიალებდა რა და მაგ მოტივით გააკეთეს რომ მოდი ჩვენ ეგეთ ხალხს მოვუყრით თავს იმიტომ რომ რაღაც 20000 ტიპმა 20000 შეავსო და 2500 მიიღეს რა ხედა ერთი წამი რა სტუმარი მოგიყვანეთ მე არ გამოიწერეთ ხოლმე ჩვენ არხს გამოიწერეთ სასტრაფოდ გამოიწერეთ კი გოდა ეს რა ქვია მეც მანდ მოვხვდი რა როგორ მოვხვდი კიდე სხვა საკითხი არის მაგრამ ნუ მოკეთ რაღაცნაირად ნაცნობობით თუ რაღაცით მოკეთ მანდ მოვხვდი რა და აი რაღაცა სასწაული ის მე მოყვანის ნაცნობი ხარ შეჩემა თუ რა და ირად მო ხო ანუ ის იყო რა ცოტა ესეთი ისტორია არის მაგრამ მაგას გადავახტეთ ხო მე დავიკითხეთ ახლა რა თავარია მოხდა და ნუ მოკეთ აი რო შევედი აი ჩერ ხო იმით რომ დავიწყდე რა პირველი ჯერ მოწოს დავაჯავ და მე კაიზე გადავალ ანუ ორგანიზება იყო აი ისეთი ბანძი ხალხ ნუ რა გითხრათ აი ისეთი ბანძი მეთქი თქვენ ყავა არ იყო ბიჭო ყავა ვერ დავლი ამათი ცხელი ყავა არ ქონდა კიდე ამ ჭვიდან გადავედი რაღაც ისენი იყო რა ხო იცი ესე კოკაკოლის ქილებში ოღონდ ეგ გავიგე ერთი საღამოს რომ ყავა იყო თუ მე არ წავიკითხე მეგონა რაღაც აქ რაღაც ფაქტი მოუწევ და რაღაც ცერვა და მე აი ეგ მეგონა რა და თურმე არის ყავა ოღონდ ცი ამ ცხელი ყავა არ ქონდა ეგ ერთი მე მეორე ნუ რაღაცა აი ალბათ ნუ ძალიან მალე გააკეთეს და ეს რაღაცა ძალიან ბანძი გარემო იყო მოკლედ აი დაუორგანიზებელი სურიგები ყველგან რიგი ლანჩზე რაღაც 6 საათი ვიდექი და ანუ კატასტროფა რა მოკლედ რაღაც ერთი ოთახი იყო ძალიან დიდი და საშინელმა ორგანიზებაში ნოლი მაგრამ მაგის იქეთ ხალხ ნუ რა გითხრა არ ვიცი ისეთი ხალხი იყო შეკრებილი აი ყველა მეორე როგენა სასწაულით ასაობდა თვითონ აი ესენი სპიკერები თუ იმენა მარტო სტეიჯზე ადიოდნენ და ის ეკრანები იყო ხო რაღაც თავზე რო უყურებ ხო, ეკრანები იყო, იმიტომ რომ ანუ 2500 კაცი როზის, ანუ ძალიან გრძელი ისი ჩდება რა, ანუ ოთახი და მე შენ წინ ვეღარ ხედავ რა და ნუ წინ დაჯდომა ჩათვალე მანდ ის არის. ორივე დღეს რაღაც ადრე მივედი, მაგრამ წინ ვერ დაჯდები რა, რომ ძალიან ვიცი რომელზე მიდიეთ. ხო და მე სულ მიწოდა ხოლმე უკან. და მაგიტო ძირითადად ეკრანიდან უყურებდი ხოლმე, მაგრამ აიდიაში ხო ანუ უბრალოდ შორს ციხარ და მაგიტო რა და ხალხსაც შეეხება ეხა სემბატონი არ გამოსულა, მაგრამ ვიღაცები გამოვიდნენ კი რა, აი განსაკუთრებით perplexity-ის ტიპი გამოსული იყო. ვიღაც ერთი არის კიდე Wise-ის თეთრ სახლში ვინც არის AI მრჩეველი. ეგ ტიპი იყო და ეგეც გამოსული იყო ჩაოლებოდა. ანუ რამდენიმე ტიპები ეგეც ცოტა პატარა აღარ ქვია მაგაც ის გარეთ იყვნენ ხო, მაგრამ სემალტონი არ გამოსულა რა. ალბათ ეგეთი სასტავი მე აი ხშე რომ ამბობ ყავოს სვამდითო რა. ჩვენი ერთ მეგობარი გვყავდა მას წინათ რაღაც ყავაზე შევედიო და პროგრამა მიიჭდა კაფეშიო რა და ანუ
ალბათ ეგეთ ადგილებში უფრო გაიცნობ, ვიდრე ეხა მანდ მილიონი კაცი მიასკდებოდა და მანდ ეხა რა უნდა ებაზრო რა, ამდენი ეიფორია და ის არის და. ანუ თან ეხა მანდ ის გარემოა რომ ანუ ყველა დაზეპირებული ფრაზით მოდის და ანუ იმით მოდის რა ხვდები ეხა მე რაღაცა აგერო შორტებით ვიყავი გადასული და უცების შემხვდა მან პირველად ბუნებრივი საუბარი მიტის რა ეხა იგი ასნა ორგანიზრი არის რა და ნუ ეხა ხალხი რა ვიცი სტენფორდის იქეთ მე მგონი არავინ არ იყო რა ყველა სტენფორდიდან და რაღაცა MIT და რაღაცა ეგეთი ტიპები და ნუ მოგთან ხალხი რა ვიცი 100-დან 10 ალბათ სპიკერებიც ეგრე ну გარემოც ეხა და ეგ ვაიბი რაც იგრძნობოდა და ყველასთან ლაპარაკი რო აი ხვდები რო რაღაცა ტიპი 16 წლის არის და უკვე რაღაც 10 მილიონია კაცეული და სტენფორდში სწავლობს და არ ვიცი კიდე რა ასწრება ეგეთი ხალხი რო არის რა და ნუ ეს თოკებიც ძალიან მაგარი მიუხედავად იმისა რომ თოკები ძალიან ზოგადი იყო ეს იყო რა ანუ მე მგონია რომ ზოგადად ეგეთი კონფერენციის და ზოგადად კონფერენციის მუღამი არ არის ისა რა ქვია ასა თოქს მოусვინო და რაღაც ესეთი გაიგო რომ აი ვახ რა მას ვერ გაიგებდი სხვაგან ну ახლა ერთი ორი რაღაცა იყო იქ უბრალოდ რაღაცა დაანონსა რაღაც ეგ ბაზარი არაა მაგრამ ძირითადად ხო ორთვაში მე ეგრე ვფიქრობ რომ ეგეთი კონფერენცია და თოქების მიზანი არის რომ უბრალოდ რაღაცა ისეთ ამაზე დაგაფიქროს შეიძლება მილიონჯერ მოგისმენია აქამდე მილიონჯერ შეიძლება YouTube-ზე მოусმინო და სხვაგან მოისმინო მაგრამ იმ კონდიციაში რომ შენ უსმენ რაღაცა სემ ალტმანს რაღაცა ისეთ რო იტყვის რომელიც გადაწყვეტილი არის მილიონჯერ უბრალოდ შენ შეიძლება გარემოდან გამომდინარე შენს პანად გაიაზრო და დაგაფიქროს უბრალოდ რაღაცაზე თორე რა ვიცი არაფერი მართულს არ თქმულა ისეთი რაც არ შეგვიძლია გაიგოს სადმე ან YouTube-ზე ვერ ნახო ან რაღაცა უბრალოდ ხვდები როგორ ისმა პრაი რაღაცა გონებას ხანაერად კიტრიალებს რა ხო და მეც რა მაგი მიტავდივარ ხოლმე ყველგან ივენთებზე რომ თოქები არის უბრალოდ იმისთვის რომ რაღაცა რაზეც ანუ დრო არ ქონდა იქამდე რომ ეხა ვისალია რომ დაგდე ეხა და 6 საათი ისე იჯდე და ვიღაც უსმენო ხო ანუ რაღაც საკითხი კონფედერაციას რაღაცა კონკრეტულ ზეგანს და ამიტომ ვერ ფიქრობ ხო სხვა რაღაცაზე და ეს თოქები და რაღაცები გაძალებს რომ შენ გარდაერთო უფრო ისეთ რეჟიმში რომ უსმენ ვიღაცას და თან ეხა რომ ლაპარაკობს თუ გინდა რაღაცებზე ფიქრობ და ამას ხარშავდა და შენ გონებაში ილექება და ეგ იყო ძალიან მაგარი რა მიუხედავად იმისა რომ ეს თოქები იყო ანუ ბევრი რამეს სხვა თვალით უყურებო თქოვაში რა იმიტომ ისეთ რაღაც ფიჩერი რომელიც იქამდე შეიძლება არ გიფიქრია და მილიონჯერ დაპოსტა მაგალითად სემატმანმა ეტვიტებზე რა ხო კიდე ხო ძალიან მაგარი კიდე ის იყო რა ქვია SYC mini YC ერქვა რომ SYC-ის ტიპები ვინც არიან მაგათი პარტნიორები თუ როცები ეგენი იჯდნენ და შეგეძლო მისულიყავი და 5 წუთიანი თოქი ქონდა ამასთან რა შეგეძლო დაგეფიჩა რაღაცა გეკითხა რაღაცები რა office hours რო აქვს YouTube-ზე რო უდევთ ხოლმე რაღაც ეგეთი არის აშკარად ხო? ხო აი რაღაცა ესე სკამები იყო და მიდიოდი ერთ-ერთი უჯდებოდი რომელიმეს და რაღაცა ლაპარაკებოდი რაც მინდა ნებისმიერ თემატიკაზე რა და ვის დაუჯექი? აუ კი არ ვიცი მიქავიგე მე რო დავსკრინე და ფოტო ვეზებდი მე რომ მეთქი ვინ არის ესეთი ვის ლაპარაკები ვიღაც ჩინელი რა ვიცი ხო და მაგრამ ხო მე მგონი კაი მოხდილი ტიპია ინხელარი იყო ხო კაცი იყო ხო ოკეი და ანუ ინხელარი იყო რომ რაოია აი რაღაცა 3 საათი 4 საათი უნდა გარიყავი იმის რომ ისულიყავი რა მაგრამ ანუ რა ვიცი რა უნდა გითხრას იქ ისეთი 5 წუთში მithumetes რო შენ მაგითი რაღაცა ოფლებიან ეგეთ რაღაცები ის არის YC პარტნერები ან რაღაც ეგეთები იქნებოდნენ ხო ეხა YC პარტნერები ეხა ესე იგი მოდი გადავიდეთ რენგონი ისა რა ქვია რა აი ამ YC სტარტაპ სკოლის მერე აი მართლა მე პირადად ძალიან რაც მაინტერესებს რა რა არის კაკაი ეხა რომ ამოდის კექცევა რომ ინფორმაციებს შორის ამ დილეი არისო რა თქვენთან საქართველოში ან ზოგადად სხვაგანაც მოდის აქ ბევრად ადრე იზღერდება ეგ ინფორმაციაო რა არის ხა ეგეთი ინფორმაციები AI-ის გარშემო აგენტების გარშემო ნებისმიერ ტოპიკები რამდენიმე ნებისმიერს მოვისმენთ რასაც ჩვენ მაგალითად რამდენიმე კვირაში ან თვეში გავიგებთ რა ყველაზე ხალხი რაზე ლაპარაკობს what is the new hot topic ეგ გვაინტერესებს პირველ რიგში ო პირველი ახლა მე და აი მაგალითად ვილაპარაკოთ რა მე დაშტაბეშლებათ ამ ჩამაგას გეტყვით და მე თქვენ რას როგორ ხედავთ რა მაგას მე რას მე ნუ ეს აგენტები უკვე შეიძლება საქართველოში ჯერ კიდე მაინც ის არის რომ აი აგენტებს თუ იყენებ რაღაცა ცოტა უფრო ისე ითვლები ანუ აქ აგენტები კაი ხანია გავლილია რა ანუ აგენტები უკვე ის თემაა რომ რაღაცა ნებისმიერ თოქზე რომ შედიხარ აგენტები ყველა მიცით MCP და A2 ყველა მიცით და აი ხარ რას ვაკეთებთ რა ანუ ეგეთი პათოსი არის რა ანუ ეგ მინიმუმ უკვე რაღაცა
უკვე დალექილია რა ამ ხალხის გონებაში. მეორე რაც არის რომ მე რატომღაც ეგ ის მქონდა რა ქვია მოლოდინი და შტაბ-შეწირება რომ ანუ ეხა რაღაცა ის ეტაპი იყო სტარტაპ ეკოსისტემაში რომ კეთდებოდა ანუ რაღაცა cursor for რაღაცა something რა და ყველა მაგას აკეთებდა რომ უფრო ავტომატიზაციის თულები იყო და უფრო copilot თულები იყო და უფრო ასისტენტ თულები იყო. მე ყურშ ეგრე მეკონა რა. რო აი რაღაცას აკეთებ, რომელიც ვიღაცას ეხმარება და ნახშენად მუშაობს, როგორც არის კურსორი და ასე შემდეგ. ხო, ეხა YTC-ს რომ ნახოთ, ბოლო page-ზე თუ ბოლო სცენაზე რაღაცა cursor for X და ასე რომ მეგონი 20 სტარტაპი არის მაგინითი რა. მაგრამ რაც გაიჩითა ეხა აქ არის, რომ თითქოს მაგრამ გაიარა აქ რა, ანუ cursor for X აღარ არის უკვე ტოპიკი რა, ანუ ეხა არის, რომ fully automated სისტემები რა, ანუ აგენტი კი აგეხმარება. შენ მაგივრად აკეთებს ყველაფერს background-ში რა, ანუ შენ იძინებ და ის აკეთებს ყველაფერს რა. აი ეგ თვითონ მე ცოტა ადრე მეგონა, რატომღაც დავთვლი რომ მეთქი აი ეს human in the loop და უოჭველი უნდა უწყურო და რაღაცეები, მაგრამ ანუ მე მგონი აღარ უკვე ყოველ შემთხვევაში რა, რომ აი უფრო მეტად ხალხი ხააწვება იმას, რომ ანუ human in the loop აღარ არის, აქამდე ხო ის რო იყო, რომ აგენტები მაინც ეგეთი მაგრები ვერ არიან და მაინც ჭირდება რომ გადაამოწმო და გადააზრდონ, ანუ არა, ანუ fully automated აწვებიან და რომ მოისმინო ხათონ სპიკერებიც და ხალხიც აი რა დატაბებს აკეთებენ და რა იდეები არის აწვებიან რომ ანუ შემაგეთ აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს და ეგ იყო ალბათ ეგ არის ერთი. ნუ მეორე ხა ეს მემორის თემა არის ნუ აი ალბათ LLM-ზე უფრო კომპლექსური საკითხი და LLM-ი მნიშვნელოვანი თვითონ და კონტექსტ მენეჯმენტი ზოგადად და მაგათაც ძალიან მაგართო გზები ვიყავი ის რა ქვია დოთი რო არის თუ იცით new computer ქვია რა მაგათ სტარტაპს რა და აპლიკაცია არის dot ეხლა პროსა მე მგონი პილოტს აკეთებენ მაგრამ მაგათ იდეა რომ ჩას ასისტენტი არის რომელსაც მაგარი მემორია და უბრალოდ ელაპარაკი არაფერს არ აკეთებს просто ელაპარაკები ყოველდღიურად და გეუბნება რომ აი რაღაცა გუშინ რო შეხვედრა ქონდა რა მოხდა როგორ ჩაიარა და რაღაცა just ეგეთი ტიპი არის რა მაგრამ ანუ მაგის თოქი იყო და მაგათ მთელი ტარგეტი არის მემორია. ნუ კიდე იყო მისა ქვია კურსორის ტიპი და გადაობა კურსორში თუ მე ერთი კაცი მუშაობს მემორიზე. ანუ მაგალითად გამოვშტერდი. ერთი კაცი ამ ხელათი ანუ სტარტაპი 9 მილიარდი და ერთი კაცი. ამხელა გუნდი ყავს. მე მგონი ამფრთი გუნდი არ ყავთ ხო? ხო მაგრამ ერთი კაცი რაღაცა მეორე მაინც მე დაელაპარაკოს ვიღაცას ან კურსზე მემორი ფიჩერი თუ ქონდა არ ვიცი. როგორ არ გიგდებს ხოლმე მემორი აპდეიტით? მე მიგდებს ხოლმე. მე არ შევიჩნევია. ეხლა ალბათ მიგდებს, მაგრამ არასდროს არ ყოფილა useful. რა აი გუშინ გამაწამა ბიჭო გუშინ რაღაც ვაკეთებ და ხო რაღაც ბაგი მქონდა მოკლედ და ვეუბნები ანუ რაღაც არასდროს მივწერე ეხლა. რაღაც ეთქვა არასდროს მივწერე გუშინ რა. და დაიმახსოვრ ამ და მე არ გამოიყენო მემორი მე დაანები და იმას ეკეთებ მე ის მახსოვსო შენ პრობლემა რო ქონდაო და აი ესე მომხსნიო და მოყოლმოგეთ აშკარად ფიჩერი სანამ აქ იყავი მანამდე შეგიმჩნევია region based ხო არ არის იმიტომ მეც არ მახსენდება memory update კურსორში იდეაში მაგტიპის რომ ეგ ტიპი რო ნახე მე დავაკვირდი მეც შეიძლება იქამდეც იყო და პროსტა არ შემიმჩნევია არ ვიცი რა მაგრამ ხო ეხლა მიწეს ხოლმე რომ memory update-ი და ეს იმას არგებს ხოლმე და მე მიწეს კიდეც რომ კოცო წერს აი მე მახსოვს რომ რაღაცას ისე ჩემი მემორიდან გამომდინარე და მოგეთ აი მაგტი მაგაზია თავისი ისინი და აი ეგეთი ძალიან მოგეთ ესეთი ხალხი იყო რა და ეგენი ლაპარაკობდნენ რომ ანუ ზოგადად memory რამდენად მნიშვნელოვანი არის იმიტომ რომ ხა რაც ამ აპლიკაციები გააკეთო ანუ ხო და კიდე რა არის შეიძლება მე მქონდა რომ ეხლა თქვენ როგორ თვლით რა ეხლა რა მოდელებიც გვაქვს საკმაოდ powerful არის მაგალითად ისეთი სისტემის გასაკეთებლად რომ აი fully autonomous რო იყოს რა რამდენად ფიქრობთ რომ ეგ მოდელები რაც ეხა გვაქვს საკმარისი არის და თუ ჭირდება კიდე ამ მოდელების გაუმჯობესება რომ მე პირველი ნაივ პასუხი არის რომ ხო არ არის რა მაგრამ ალბათ არის ისე იკითხე რა ხო ანუ მეც ეგ თაბეთელან ხო თავიდან რომ მეთქი აი კაი მაიც არა დროს ის არის ჯერ AGI kinda ხანდახან თულქოს ვერ აკეთებს LLM-ი რა მაგრამ აქ ცოტა სხვა ვაიბია რა და სხვებისგანაც ეგ ის საბჭოება რომ შენეთ რა მომენტია ანუ ხანდახან ჩვენთან რო თულქოლი იმაზება we are not writing prompts good enough to ანუ რა მომენტია მან ანუ ეგეთი თვითონ რომ კლიენტ ავტომატიზირებული სისტემები ზად არიან ეგ ნიშნავს რომ 100-დან 100 ვეჭერ თულქოლი will be successful ხო არა მან მოგონი სხვა ამბავია მან ზეოთ მან დისაიდ რომ ანუ როგორ მუშაობს სან ფრანცისკო რა
ანუ როცა კურსორი დაიწყეს ტიპებმა რა, მაშინ tool calling კი არა, ანუ function calling-ი არ ქონდა საერთოდ როგორც API, ხო? OpenAI-ის. და მე მგონი საერთოდ 3.5 GPT-ც არ არსებობდა რა. ანუ მაგათ ვიჟენი მაშინ იყო რომ რაღაც დაინახეს ასეთ შეძლო ტექსტის გენერირება და they assumed რომ ანუ მაშინ ამას შეუძლია რომ კოდს დააგენეროს რაღაცნაირად და დაიწყეს ამ ყველაფერზე მუშაობა. ხოლმე აგენტები და ეს ყველაფერი მე მოვიდა რა. და ალბათ ანუ სან-ფრანცისკოში რო იყო წარმატებული შენი ერთ-ერთი თავი ეგარი რომ ძალიან წინ უნდა იყო მომავალში. ანუ დღესაც რაც არის შესაძლებელი თუ მაგაზე მუშაობ რა. ეგ სან-ფრანცისკოში ტრივიალურია რა. ყოველთვის უნდა იყო ძალიან ahead of curve და ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი რა. ამიტომ მე არ მგონს რომ ყველა ეგეთ რაღაც საწყოება რა, რომ ანუ ყველაფერი ძალიან ოპტიმისტურ non-deterministic რაღაცებზე აწყობილი რა. მანაც ორი მითხრა რა. ანუ მან ხო მე პორტფოლიო მგონია რომ ორად იყოფა რა, ანუ ზოგი არის რომელიც აკეთებს სტარტაპს იმ მიზნით რომ თulis რა ეხა ეს მოდელი არ არის შეიძლება საკმარისი, მაგრამ 6 თვეში იქნება და წინ ესე როგორც წინათ არიწებს, მაგრამ არის ხალხი რომ მე ვაღვარებ იმ პრობლემას და იმას რაც ეხა ამ წამს მიდგას და მომავალი მკიდია რა, ანუ გააჩნია რომ ეს საერთოდ მაგრამ ნუ ალბათ უფრო დიდი იდეები და ესეთი სტარტაპები ისინია ვინც წინათ არიწებს რაღაც კეთებას რა და შენ თვლი რომ ეხა GPT თუ ამას რაღაცას ვერ აკეთებს 6 თვეში ყველა ვარიანტი გააკეთებს მაგას რა და მაგ მოტივაციით იწყებს რა და მანდ ეხა კაი შედარება შეიძლება მოიყვანო დევინის და კურსორის რა ანუ დევინმა თავიდანვე აერჩია რაუთი რომ თავიდანვე პოზიციონირებულიყო როგორც fully automated რაღაც agent, რომელიც რაღაცას просто tasks მისცემს და აკეთებს რა. და კურსორმა პოზიციონირება გააკეთა თავიდანვე, რომ just dev tool იყო რა, რაღაც ტაბის completion-ებს გაძლევდა და. ეხა რეალურად ეს background agent-ები და რაღაცებით კურსორიც ზუსტად იგივე სტილს რო გააკეთოს, რაღაც დევინი, მაგრამ მას შემდეგ რაც უკვე 9 მილიონად შეფასდა და ძალიან დიდი market share გააკეთა. ალბათ დევინი ცოტა ადრე და კაი ადრე იყო, მაგრამ დევინი დევნის იყო, მგონი წელზე მეტია ალბათ რა. ანუ დევინმა მგონი ძალიან გაუსრო დროს. კი. რაფა ეხა მე რა მაინტერესებს ამ fully autonomous სისტემებზე რომ ვამბობ რა, ანუ human in the loop რო, ანუ ეხა ხალხი მანდ ამბობს რომ human in the loop უნდა ამოვარდეს და ეხა რეალურად უკვე შესაძლებელია ამოვარდეს და ეგეთ სისტემებზე მუშაობენ. მანდ რავი რამე ცოტა ხელშესახები პრაქტიკები, ტექი, მიდგომები, პატერნები, რამე ეგეთები ხო არ შეიძლება გაგვიზია რომ თუ დააფიქსირე, რამეზე თუ ლაპარაკობს ეს ხალხი. როგორ არის მიღწევადი არსებული ტექით fully autonomous სისტემები რა? ანუ როგორ მოვაგვაროთ ხარა უშუალოდ იმ კიდე ჰალუცინაციას, კიდე mission critical სიტუაციებში რაღაცის გამაზვას და ასე შემდეგ. აი რამე რჩევა ხო არ აქვს მანდ რაც შენ გაიგე. აი მანდ მოკეთ ხო აი აქ ორთოში ეგ შეტაბება დამრჩა რომ ანუ მოდელი არაფერს რა შეიძლება თუ რამე ეს ვერ აკეთებ რა ანუ შენი ბრალია რა ორთოში მე აქამდე ყველაფერს შეიძლება დამებრალებინა მოდელისთვის რომ აი რაღაცა ვერქან და ინსტრუქციას ვერ გაყვა და ისა და რაღაც აკეთები რა უფრო თემა ის არის რომ კონტექსტ მენეჯმენტი და აი მაგის რა ის კაიჩია ამას გადავაშია რაღაც context engineer თუ რაღაცა ეგეთი context engineering კი გამოსახალე ისა რა როლი ხო რომ ანუ ტიპი რომელიც მოტივირებულია და იმას აკეთებს რომ უბრალოდ დარწმუნდეს რომ LLM-ები სწორად ხედავენ მემორიის ანუ რას როგორ ვინ რას ხედავს რომ ეს იყოს სწორად და ეფექტურად განაწილებული თქო რომ და თან მეც ახლა რაც უფრო მეტად მაგრავს ამიტომაც ვფიქრობ მივხვდი რომ LLM-ზე ტექნიკურად რთული არის მემორიის გაკეთება რა იმიტომ რომ ეს LLM-ი kind of უკვე ის როგორც უნდა გააკეთო ხო ანუ ორთვაში შეიძლება მაგიტო მარტივი რომ უკვე ბევრი პრაქტიკა გვაქვს მაგაზე რა მაგრამ აი მემორიზე ხა აქ რა ხდება რომ აი ვიღაცა ჯერ ხო მემორია ხა ადამიანს თუმე რაღაცა უცნაირი მემორია აქვს რაღაცნაირი მემორი და ესეთი მემორი და ეს რომ და ხა ცდილობენ ესენი რომ ეს მემორი გადაიტანონ იმაში ხო კოდში ან რაღაცნაირად რომ ამ LLM-მა ხა long term და short term და რაღაცა perceptual და რაღაც ჯანდაბა რა და ეგ არის ძალიან ბევრი და მოგეთ აი ის დოთის ტიპი ამბობდა რომ ანუ რა სქემა რო გვანახა რაღაცა ის კონდა კატასტროფა აშენებული ტიპს ანუ 50 განსხვავებული მემორი კონდა და ეგეთ რაღაცები და მანდ მივხვდი რომ იმდენად რთული არის მაგას აკეთება და თან ტიპი ამბობს პამ პოლოს თავასუვა სლაიდერი რომ ანუ საუბრობ მემორი არ არსებობს მოგეთო რა
და მან მივხვდი რომ იდეაში მაგის გაკეთება უფრო რთულია ვიდრე LLM-ის თვითონ და ალბათ მე ჩემი პროდუქციონი ეგ არის რომ ეგეც LLM-ი იქნება რა LLM-ი გაკეთება კონკრეტულად რომელიც მემორიის შენახვაზე იმუშავებს მაგრამ აი ეგ არის ძალიან ესეთი ტოპიკი რა ხო გიორა მეგინოდა თუ აი მე ძალიან ამ მაგასთან ახლოს რაღაც ის ხსენება მინდოდა და ჩემი აზრით ძალიან ის არის რომ აი ოკეი გვაქვს კურსორი რა რომელმაც როგორც წეგანახსენეთ ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო ამაზე მუშაობა და მაგათი functionalities ერთ-ერთი core ნაწილი არის RAG-ი ხო ანუ თავიდან ინდექსირებას უკეთებენ მთელ code base აემბედებენ რაღაც სხვადასხვანაირ ინდექსებს უკეთებენ და ნუ გასაგები ხა მემორის სხვა რაღაც ამარა ნუ მსგავსი რაღაც retrieval-ის მეთოდია ხო ეგეც და მეორე მხრივ გვაქვს ახლა კოდი რომლის იმპლემენტაცია არის უმარტივესი ანუ შენ შეგიძლია რომ და reverse engineer-ო ანუ უკვე და reverse engineer-ებული ერთ-ერთი ალტერნატივა რომელიც open source-ია წაიკითხო და არანაირ რაღაც ინდექსირებას ან რაღაც კომპლექსურ retrieval-ს არ აკეთებს რა უბრალოდ tool-ები აქვს agents საკმარის კონტექსტი აქვს იმისთვის რომ რაღაცები დასერჩოს ან რაღაც პარალელური აგენტები დასპავნოს და ასე შემდეგ რა და ეგ შენ ხო მაგას ამბობ დაახლოებით რომ რეალურად ანუ ეს კურსორს ჩემი დაიტყობა კიდეც რა კურსორის აგენტს ჩემი მიუხედავად იმისა რომ ხა ამის proof-ი არ მაქვს ჩემი perception-ით ბევრად ნელია და ნაკლებად ეფექტურია ვიდრე მაგალითად cloud code-ი სადაც შემიძლია რომ ძალიან სწრაფად პროდუქტიულად რაღაცები გავაკეთო რა შეიძლება მაგას თავისი UX-ისიც აქვს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის კომპლექსურობა რაც მაგათ კოდში არის ხა რომ ეს თელი retrieval-ი რაღაცები დაამენეჯონ აღმოჩნდა რომ აღარ არის რა იმდენად რელევანტური რა და რაღაც პრომპტინგები და რაღაცებით ნაცვლდება ხო ანუ kinda ეს კოდი რო თავიდან გენერირებს კოდემდის რომელს რაღაცებს ჩამოგიწერს ეგ არის kinda ჩანაცვლება იმის რომ დაახლოებით პოინტერები მიცეს რომ აქ ეს არის და დანარჩენი მე გრეპებით და რაღაცებით იპოვოს რა და ალბათ მემორიც ეგ არის ეხლა შეიძლება ვიღაცა მაგას ძალიან ბევრი დრო დახარჯოს რომ აი ძალიან კომპლექსური ძალიან კარგად მომუშავე მემორის რაღაც და აგოს და 2 წელიწადში აღმოჩნდეს რომ საერთოდ არ ხდება რა მემორი. კი. ეგ ზუსტად ანუ ეხლა თემა არის მე ეგრე მგონია რომ ანუ იქამდე ყველა მივიდა რომ რაღაცა ანუ ისეთ ტასკებს უკვე აკეთებს ეს სისტემები რომელსაც ჭირდება რაღაცა ანუ დიდი ციკლი არ აქვს რაღაცა 2 საათიან ტასკს რომელიც ადამიანს შეიძლება 2 საათში ან 4 საათში 6 საათში გააკეთოს მაგას აკეთებს რა. მაგრამ ეს არის ერთჯერად. მაგრამ ის რომ ხა ჩვენ თუ გვინდა რომ მაგათ ადამიანი რომ ერთი კვირა რამეს აკეთებს ან ერთი თვე რამეს აკეთებს ეგეთი ტასკების გადავაბაროთ ნელა უკვე მაგით გემილის იმიტომ რომ ეს fully autonomous რო გვინდა რომ იყოს მანდ უკვე ეგ შემოდის რომ ანუ ამას იმდენად მაგარი memory management-ი უნდა კონდეს და იმდენად მაგარი context management-ი უნდა კონდეს რომ ჩათვალე ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მან და არა LLM-ი რა და არა LLM-ის რაღაც thinking-ი და ოსწამი და რაღაცეები რა ანუ ყველაზე მეტი სამანდარი რა ეს მოუთი და მე kinda შეიძლება დამრჩა რომ როგორ გავაკეთოთ ეგ იმიტომ რომ ეგ არის bottleneck-ი რა თუ გვინდა რომ fully autonomous ტიპი ყავდეს რომელიც background-ში ეშვება და მილიონ რამის ვიკეთებს პირველ რიგში მაგის bottleneck-ი არის memory და ხო აი მაგაზე ძალიან ბევრი ისინი არის პატარა სტარტაპებიც გაიჩითნენ ვინც აკეთებენ რაღაცა ეფექტურად LLM-ი თვითონ რომ ამენეჯებს ამ memory-ს თვითონ ხდება რა და ასე უს და რაღაცები მაგრამ ხო ეგ აშკარად ტოპიკია რა ეგეთი პროდუქტი არის, აი Zep-ი ან Mem0 ან რაღაც გავს პროდუქტებზე ამბობ თუ რამე ცოტა სხვანაირ მემორიებზე ამბობ რა. კი, kinda იგივე ხო, მე მგონი Mem0-ზე ბევრად კაი ტიპები გაიჩითნენ რა. Okay. ხო, მე მთავარი კითხვა რაც მქონდა, მთავარი პრობლემა მემორიაში არის ის, რომ ძალიან პატარა უნდა იყოს, ხო, სულ რომ კონტექსტი არ გადავაუსვოთ LLM-თან. ხო, ეგ არის მთავარი გადასაჭრელი პრობლემა, რომ ზუსტად ის ჩანქები დავიმახსოვროთ, რაც 100% გჭირდება. მან ძალიან მაგარი კიდე რაც ვისწავლი და ალბათ მარტოაც უპასუხებს არის რომ აგენტებზე როცა მუშაობ და როცა კოდს წერენ რა პირობითად შენ ხო შენი კონტექსტი გაქვს რა და იცი ეს პროექტი high level-ზე როგორ არის და აი თქვენს თუ დააკვირდებით რა მეც შემომჩნია მე რომ ანუ მე რო კოდს წერე უეჭველად გავლენის ქვეშ ვარ ჩემი კონტექსტის და კოდს ისე წერ რომ მე მგონია რომ რაღაც მიხვდება იმიტომ რომ მე კონტექსტი მაქვს რა ვიცი კოდი როგორ მუშაობს და რატომ ხას ვთვლი ავტომატურად რომ ეს ამას მიხვდება იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბუნებრივი არის მაგრამ ძალიან კაი პრაქტიკა არის იმას თქო უსმენდი რა ანუ ერთი წამითო პროსტა აი პრომპტიო წაიკითხეო და აი შენ წარმოიდგინე რომ აი მარტო ეგ არის შენი კონტექსტი და მეტი არაფერი სამყაროში სახებ არის ამ კონტექსტ მეტი არაფერი არ გადავა რა
და ძალიან მარტივად დაამუღამოთ, რომ ეგ არის კაი პრომპტი. და ხვდები, რომ ეგ არის საკმარისი კონტექსტი. შენთვის რაც ტრივიალური არის, იმიტომ რომ შენ რავი, ერთი თვია მაგ დასწრე მუშაობ და მაგ პროექტზე და იცი რაღაცეები. შეიძლება მინიმალური რაღაცა იყოს, მაგრამ შენთვის კარგი აზრებია. prompts რო აი ჩაი ტუმბავ და მარტო მაგ პრომპტის კონტექსტით მუშაობ, ხვდები, რომ მაიცა, აი თუმე ამიტომ ვერ იძახდა. ან ახალი აგენტი გავაკეთოთ, რომელსაც explicitly system prompt შეწერება, რომ შენ ეხა რასაც გეტყვი, მარტო ეგ იცი და არაფერი სხვა. საერთოდ ყველაფერი დაივიწყე და ისე შეაფასე. Yes, so, მაგრამ ანუ ეგ ნაწილი ძალიან იგრძნობა მე და ხვდები, რომ ანუ ერთი არის მოკლედ შენახვა, რამდენად ეფექტურად ინახავ რაღაცებს და იქ ძალიან რთულია, იმიტომ რომ არ იცი რა უნდა შეინახო და ბევრ რაღაცებს იტერაცია ჭირდება და ჩანაცვლება და წაშლა და რაღაცები ჭირდება და მეორე ამერე მაგის ამოღება ეფექტურად, რა რომელიც ამაი რთულია და მით უმეტეს ეხა რო დაუკვირდე, ძალიან კომპლექსურია. ეგრევე რო დაუკვირდე, ანუ მანდა ეხა ჩვენც როგორც ვიმახსოვრებთ ნებისმიერ რაღაცებს, სხვა მანდ ხო რაღაც თან ყველაფერი flat სტრუქტურა ხო არ არის, იერარქიული სტრუქტურაა საერთოდ რა მეხსიერებაში, ანუ არის რაღაც high level ტოპიკები და წარმოიდგინე, მაგ მემორიში მარტო თან შენახვა და წამოღება ხო არ არის, ინფორმაციის დააპდეითებაც ხო არის, გადაწერა თავზე. და მან მაგ ალბათ რაღაც ჯერ პირველ რიგში ნავიგაცია რომელი unity უნდა დააპდეითო მემორის მერე მაგის ისა რა ქვია ასე ვთქვათ გადააპდეითება თვითონ და მერე შეიძლება საერთოდ ან ჩვენ როგორ მუშაობთ ხო შეიძლება რაღაც ახალი დაიმახსოვრო ტიპმა ან თეორიულად შეიძლება ელეცოთ ხო ახალი დაიმახსოვრო მაგრამ მერე ისიც მოგინდეს რომ აი სანამ მაგ ახალს დაიმახსოვრებდი მანამდე რა იყო ანუ ფაქტობრივად მერე მთლიანი event log-ი იჭდება რომ ანუ იდეურად აშკარად ძალიან კომპლექსური არის რა აი ადამიანებსაც თუ დავაკვირდებით ყოველდღიურობაში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი არის კონტექსტია რა ანუ მაგიდან გამომდინარე ვაკეთებს ყველაფერს რა ეხა შეიძლება შენ რაღაც დასწავლის არ კონდეს რაღაცა მაგრამ კონტექსტი იმდენად მაგარი აქვს ადამიანს და იმდენად კარგად აკეთებს მაგის მენეჯმენტს მემორის რომ მაგის ხარჯზე ვაკეთებ absolutely ყველაფერს აი ეხა რო თქვა რომ ყოველ მეორე დილას რო გონება გაშლებოდეს რა და ვღაიხსენებ და გუში რა ხდება აი მიუხედავად იმისა რომ ანუ ბევრი კებები და ბევრი სკილი გაქვს გრაფს ვერ გააკეთებ მე მენტორი ამოინე ხა ელელემი ეგ ტიპი არის რა რომ ანუ ყველაფერი ავიწყდება როგორც კი კონდი თავდება პირველად ხო და მაშინ ანუ ეგ არის პასუხი რომ ამ პირველ მე მგონი 3.5 რო გამოვიდა GPT რაღაც 2000 თუ 20000 ქონდა ტოკენი context links-ი აღარ მახსოვს რა და მაგის მერე ხა მაგალითად კოდ 4-ს აქვს 200000 GPT 4.1 მილიონი და Gemini-ის მე მგონი კიდე მეტი რა და ხო და ეგ effective context-ია თუ რაღაცა პროსტა რაღაც ექსპერიმენტი გინდა რომ მაგდენია ხო უი ბოდიში ერთამის დავამატებ მან ძალიან მაგარი და რა გავიგე თურმე გააშნია LLM-ი როგორ ანუ ყველა LLM-ს სხვადასხვანაირად აქვს კონტექსტი რა კლოდი მე მგონი უყურებს attention-ს უფრო აკეთებს პრომპტის ბოლო ნაწილზე და GPT პირიქითო რა ან მე შეიძლება აი ეგ ძალიან გადაობა არის რომ მაგათაც ის თავში რა გიწერია იმას უფრო ყურადღებას ანიჭებს GPT ან კლოდი და ის მეორე პირიქით რა და ხა მილიონი როცა გაქვს წარმოიდგინე იქ რა ხდება რაღაც მაგარიც ხო მაგრამ ნუ რაღაც order of magnitude change რომ მოხდა რა ამ context size-ში მაგრამ გამოიწვია ის რომ ადრე თუ მაგალითად კოდთან მუშაობისას რა გიბევად ხშირად გჭირდებოდა მითრივალი რა ეხა ამ თულქოლების გრეპებს რო გააკეთებ ბევრს რა უკვე შეგიძლია რომ დაიტოვო ეს კონტექსტში და უფრო დიდი ხანი არის შენი კონტექსტ window რა და შესაბამისად თუ კიდე უფრო რამდენიმე order of magnitude-ით გაიზრდება ეს კონტექსტი ისო მაშინ kind of memory-თ ისოლება რა რაღაც გავს და ეგ როგორ იზრდება ეგ წარმოვიდგენთ by the way ანუ ტრეინინგის პროცესში ხდება ეგ თუ რანაირად ხდება რომ context window-ს ზრდი რა LLM-ს ხო ანუ ერთია რომ დაასაპორტო არქიტექტურულად მაგრამ მეორე არის რომ ეგეთი ტადი დაატრენინგო. თუ არ დაატრენინგებ, ეფექტურად ვერ გამოი, ანუ ნანახი არ აქვს წარმოიდგინე მილიონი ტოკენი და უცებ აძლევ მილიონს რა. ვერ გამოიყენებს ეფექტურად. ეგ ძალიან საინტერესო რაღაც ახსენე. აფრო ანუ სხვადასხვანაირად რო აღიქვამენ სისტემ პროდუქტებს სხვადასხვა მოდელები რა. ზოგადად ეხლა მე არ ვიცოდი. ხო ცოტა ხნის წინ მქონდა შეხება, ანუ აქამდე რა პროდუქტებს მუშაობდი. ყველაფერი მარტო OpenAI-ის მოდელებზე იყო, ცოტა ხნის წინ დავამატეთ. ჯერ OpenAI-ის მოდელები ისე ვიღოთ Azure-დან და დავამატეთ რაღაც Anthropic-ის მოდელი, რაღაც მინდოდა რომ გამეტესტა რაღაც სხვა მოდელებზე ერთ და იგივე agent-ი რა. და ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდი, უცებ, თუნდაც performance-ის ხრივ რომ რაღაცა თქვათ, ანუ რაღაცაში მოიმატა, რაღაცაში დააკვა. ეგ ვაფშე ცალკე თემაა კიდე.
მერე რომ compatibility რა, ზოგს რაღაცნაირ თულქოლები აქვს, ზოგს რაღაც თულქოლები streaming-ი არ აქვს, ზოგს ის აქვს, ზოგს ეს არ აქვს და თან ეს ანეკდოტურად ვიცი ესე, მაგრამ მაგალითად ვიცი რომ Cloud Code რა თულებსაც იყენებს, მაგ თულების სახელებზე და პარამეტრებზე, მაგრამ არის დატრენინგებული თან რა, ანუ ზუსტად. ოკეი. მაგ იმებზე ანუ შენ agents-ს შეგიძლია რომ იგივე tool description-ები გამოიყენოს ზუსტად და იგივე system prompt-ი. ნუ იგივე system prompt-ს თუ გამოიყენოს, საერთოდ Cloud Max-ის subscription-ი შეგიძლია გამოიყენოს, მაგრამ ორა ანუ ბევრი ნიუანსია რა. რა მე მაინტერესებს ახლა მოდი იმას რა ქვია ცოტა ხნის წინ მეგონია რომ შენთვის უკვე დიდი ხნის წინ მაგრამ საქართველოში ხო აგვიანებთ ყველაფერს და ჩვენთან ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ესეთი ტოპიკები აი LangChain-ის CEO ლაპარაკობდა ambient agent-ებზე რა ესეთ ტოპიკზე მაგაზე თუ შეგიძლია ორი სიტყვით შენ როგორ გაიგე შენ როგორ გესმის რა შეიძლება მაგების გამოყენება რა ღირებულებები შეიძლება კონდეს და სტანდარტული აგენტის გარეთ განსხვავდება ორი სტუდია მაგაზე რო ვილაპარაკოთ შენი აზრი მოგვიყვე და მე ჩვენც რაღაცებს გეტყვით. ეგ ახაც უკვე ანუ ეგ ambient agent-ები გავლილია უკვე რა. ანუ უკვე ჩათვალე რომ ეგ ყველამ უკვე მიიღო როგორც უკვე დავალიდირებული იდეა არის. ანუ მაგის იდეა არის მოკლედ ის რომ აი აღაწევს ესეთი სისტემა რომელსაც შეუძლია ანუ ეხა ხო არის რომ ჩვეულებრივი აგენტები რაც კეთდება არის ანუ მიიღე input-ი და დაუბრუნე პასუხი რა. მაგრამ როგორ უნდა გაკეთო სისტემა რომელიც event based არის. ანუ მაგალითად 10 ადამიანს ერთდროულად უსმენს რა და ვინც ამ მომენტში გალაპარაკება იმას რაღაცნაირად ეფექტურად ამუშავებს რა. ანუ ეს აგენტი ტრიგერდება events-ზე რა. და ეს იმით შეიძლება ნებისმიერმა შემოიტანოს და ეხლა ჩვენ ვანდეროში სწორედ ეგ პრობლემა გვაქვს რომ შეიძლება კლიენტმა მოგწერო შეიძლება supervisor-მა რაღაცა ახალი კონტექსტი შემოიტანოს შეიძლება supplier-მა ახალი კონტექსტი შემოიტანოს და ანუ რეალურად შენ რო გაშალო კიცებს რომ ჩათვალე აი LLM-ს რო 10 ადამიანი ლაპარაკობს ერთდროულად ეგეთი რაღაცა გიცევს რა თან LLM-ს კი არა იდეაში აგენტებს რომელიც შეიძლება რაღაცა ტასკს აკეთებს და ამ დროს რაღაცა ახალი კონტექსტი მოვიდა და მე რა უნდა ქნა უკან გადაახვიო და როლბეკო თუ რა თავზე გადაატო რა უნდა უნდა ქნა რა და მაგ ambient agent-ების თემა ეგ არის რომ ჩათვალე background-ში გაშვებული აგენტური სისტემა ანუ long running აგენტები არის ფაქტობრივად long running აგენტი რომელიც event-ებს უსმენს რა და იმის ამხელით ჭკვიანურად ახერხებს რომ არ გაჩერდეს და გააგზავნოს მუშაობა რა ისე ხარ გამახსენდა იცი კიდე ერთი უბრალოდ tangent thought-ზე გადავალ და მე დავვრდე ambient agent-ებზე უბრალოდ ეს რო არ დამოვიწყდეს მოკლედ წინა ერთ-ერთ პოდკასტში ვთქვი რომ ესეთი რა ქვია იდეა თუ შეიძლება ტიპმა გააკეთო რა რომ ანუ LLM-ს რაღაცა სხვა გააკეთებინებ რა და მე რა თქმა უნდა LLM-ის სხვა LLM-სანი მომელებს რომ შეამოწმებინო LLM-ის ჯაჟი რო გამოიყენო ანუ kinda მიღებული პრაქტიკაა, კაი პრაქტიკაა. ბევრ რაღაცაში პოზიტიური კონოტაცია ადევს. მე ჩემი იდეა იყო რომ ოკეი თუ შეიძლება რომ LLM-ს ვთქვა შენ ხა 10 სხვადასხვა პერსონა ხარ და ამ 10 სხვადასხვა პერსონით თითოს კონტექსტი რაღაც ესეთ პროფესიის მაგალითად რაღაცა ის დავაწერინე და 10 სხვადასხვა ტიპისგან შემიფასე მე ამ ფიდბექები დამიბრუნე და მაგალითად რაღაც სისტემა მაქვს აწყობილი რომელსაც ამ ფიდბექს აჭვე მე მაგით არეფაინებს და ასე შემდეგ რა და ეხა გამახსენდა ანუ ეს ვცადე და რაღაცებში მოკლედ ანუ ეხა ყოველდღე რაღაცა ასე ვთქვათ ტექსტუალურ დოკუმენტს თუ აკეთებ ხოლმე პატარა პაიპლაინი ავაწყე რომ მაგას ავტომატურად ვაკეთებ და kinda იმას ვერ გეტყვი რომ თვითონ დარეფაინების პროცესშივე რომ თვითონ ფიდბექ ლუპში ვაჭამო ეს მიღებული ფიდბექები ყველაფერი იდეალურად კეთდება იმიტომ რომ ან რაღაც ინფორმაციები შეიძლება მე თვითონ მეკარგება მაგრამ ფაქტია რომ ამ ფიდბექებს რო ვკითხულობ ძალიან მაგარი არის ეხლა აქ მახსენდება შენ ამბობდი ადრე რაღაცა სიმულაციების ტოპიკი ზოგადად LLM-ებით რაღაც შენთვის საინტერესო ინტერესის სფერო იყო რა ზოგადად მან სიმულაციების კონტექსტში გარშემო ხო არ ხდება რაღაცები რა ხომ დაგხვდება მეგობრებო შემოვასაცავ. ჩვენ ესეთ რთულ კითხვებს. ძალიან მაინტერესებს ეს, იმიტომ რომ რაფოს აქვს, ესე იგი. ჩვენ ხო კიდევ ვიწერთ ახლა. კი, ვიწერთ. გავაგზავნოთ. რაფოს ქონდა ეგეთი რაღაც იდეა სტარტაპის რა, თულის, რომელიც იყოს სრულიად სიმულაციებზე რა დაყრდნობილი. გამაგდო ამ ეგრე უნდა თქვა. გამაგდეთ ბიჭო. მაიცა სხვა ტიპში გაქვს გახსნილი ერთი სამე. ის ტიპი ხოლმე ამ რაღაცა ტრანსოფერებს. ბოდი ეხა საფოლოფეს არ ვჭრი. აუ, sorry.
ხო და მოკლედ სიმულაციებს რომ მოგვიყვე რა მან რამე ხდება, რამე აქტივობები ფიქსირდება, რამე შენთვის საინტერესო სფერო რახან არის, რამე ხარ შენ გიმჩნევი ამ LLM-ებით სიმულაციების ტოპზე სიახლეები. ისე თუ მაგას შეხება თუ გაშრი რა, აგენტები რაღაცა მაგის გამოძახილი არის იდეაში, იმიტომ რომ აგენტები რატო გჭირდება რა, რომ სენ ჭირდება განკუთვნილი რომელიც რაღაცაზე სპეციალიზებული არის, იმიტომ რომ მაგის ანუ LLM-ს ზოგადად პრობლემა აქვს, ძალიან powerful ტიპი არის და აქ რაც ვარ მიზნამდე მეც რო დავაფასე აქამდე რომ ძალიან ისე უყურებდი, რომ ანუ მილიონი რამე შეუულია და ძალიან მაგარი რაღაცა არის და მე მგონი აი ეგ კიდე არ გვაქვს კარგად გააზრებული, რამდენად მძლავრი იარაღი გვიკავია და ეხა პრობლემა არის არა LLM-ში, არამედ ჩვენში, რომ კარგად ვერ ვიყენებთ ამას. რა, ბევრად მაგარი რა უნდა ვიყენებთ და ვერ ვიყენებთ რა და ბოთენები ჩვენ ვართ და არა LLM. ხო და აი მან თემა რომ LLM-ი რახან დატრენინგებული არის ყველაფერზე. ეს ამასად უჭირს რაღაც კონკრეტულ და გააკეთოს ტარგეტირება ან ფოკუსირება რა. ამიტომ სიმულირება მაგისი საშუალებაა რომ შენ როგორ მიო შენ ხარ ეს და ეს აი ყველგან სადაც უნდა ნახო, ყველა ამბობს რომ სისტემა როგორ იწება რა. You are ვიღაცა ხარ. რატო უნები მაგას? იმიტომ რომ ამას სამონე ყველაფერი ახლა ყველაფერი დატრენინგებული რა. ეგ თან პლუსია თან მინუსია. და მაგით შენ რო იმას უწერ უკვე ეს იმ კონტექსტიდან და იმ დატან ახდენს იმის სიმულირებას რომ ოკეი მე ხა ვარ და უკვე ფოკუსირებას აკეთებს რა. და სიმულირება მაგისი პეპია რომ შენ რო უნები შენ კონკრეტული პერსონა ხარ და შეიძლება უთხრა რომ რაღაც ამდენი წლის ხარ, ეხა ამ ხასიათზე ხარ, არ ვიცი ყავა არ დაგილევია. ეგ უკვე ძალიან ეხმარება მაგნაწილში რომ დააფოკუსოს და გახადოს ბევრად უფრო დაივერს და ბევრ რამში კარგად შეგიძლია გამოიხენო რა ეხა კარტენაში გამოიხენო. აგენტების ხაინდა ეგ პუნქტი არის ხო? იმიტომ რომ შენ რაღაც ტასკებს ანაწილებ, იმ ტიპს ეუბნები რომ შენ ხარ კონკრეტულად ამის და ამის გამკეთებელი რა. შენ ეს ფულები გაქვს. რატო არ ეუბნები თავიდან ხო? რომ აი ამ ხელა სისტემ პრომპტი და დავაი შენ ალგორითმები და შებერე რა. იმიტომ რომ უჭირს რა, ამიტომ ყველაფერი დატრენინგებული არასწორიც არის კაინდა რა. ეხა მე რო შენ 200 იარაღი მოგცე ყველაფერი გამოიყენებს რა, მაგრამ რო გითხრა რომ ეხა ერთი წამი შენი დავალება რომ ეს გააკეთო, კარგად გააკეთო, ხომ დავალებას და ეგ აი მან ცუდი აფერი არის რა. მაგრამ ეგ მგონია რომ ყოველთვის აქტუალური თემა იქნება. უბრალოდ გააშნია რა მიმართულებით გამოიყენებს. მე ერთი საინტერესებული ვიყავი უფრო ისეთი იყო რომ ელემენტი თუ შეგვიძლია რაღაცა სცენარი და საზოგადოების სიმულირება გარკვეულ კონტექსტში რა. ეგ შეიძლება აქტუალური ეხა არ არის ყოველთვის აქ არ შემოხვედრია, იმიტომ დეველოპერს მაინც ეგ ალბათ არ ადარგებს. მაგრამ ეგ ნუ ყოველთვის ძალიან საინტერესო ოპერაცია იქნება სავარაუდოდ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან საინტერესო საკითხი თქვი ხო რა, ანუ ესეთი საკითხი თქვი რა, რომ მე რო შენ 1000 თული მოგცე თუ 1000 იარაღი, ამას ეფექტურად ვერ გამოიყენებ, მაგრამ ერთი რომ მოგცე ძალიან კარგად გამოიყენებ რა. კი ბატონო, ეხლა მაშინ აქედან ბუნებრივი ესეთი კითხვა მიჩნდება რა, რომ მაშინ ეს თვითონ ეს LLM-ები, ის კომპანიები, რომელიც ამ რაღაც LLM-ებს აკეთებენ, რატო ჩალიჩობენ იმას საერთოდ, რომ ანუ კაი, გასაგებია შეიძლება ჩალიჩობენ, მაგრამ ის ვექტორი რატო არ იძლევა, რომ მოდი, ანუ კონტექსტის window კი არ გაუზარდოთ ამას. ანუ as long as რაღაც ანუ თითო LLM შეიძლება კონტექსტის window გაუზარდო, მაგრამ როცა ინდუსტრიაში ყოველდღიურობაში ამას ვიყენებთ, უეჭველი ხვდები, ანუ თავიდან რაღაც ბუნებრივი განვითარება როგორია, ხო? შეიძლება ერთი აგენტი დაიწყო, ყველაფერი ამ აგენტს შეტენო, მე რო ხვდები, რომ აშკარად ძალიან ბევრი რაღაცა იმაზება, იმიტომ რომ ბევრი როლი აქვს მორგებული, მე რეიწყებ მულტიაგენტურ სისტემაზე გადასვლა, ხო? გადასვლას, რომ სპეციალიზირებული ტიპები ყოლდეს, რომ დარწმუნებული იყო რომ ის რაღაც გამაზვა კონტექსტებში არ იქნება. და მაშინ ანუ ეს კონტექსტის Windows გაზრდა პოტენციალურად რა საჭიროა რა, ეგა ეს ცოტა ეს controversial კითხვა არის რა. თქვან რომ აღარ გაიზრდება ზემო კონტექსტის Window და დავაი ახლა ყველამ ბევრი აგენტები აკეთეთ რა. უცებ ჩავეჭრები რა. ანუ მაგაზე ჩემი თეიქი იქნებოდა რომ პირველ რიგში ხარო შეხედო რა ამ ბოლოს თეითოთი ერთ მოდელებს ვინ არის ხო? ანუ Anthropic, OpenAI, Gemini და ვინც არ გაზარდა თავის კონტექსტში ხო რაღაცა ყველაზე დაბალი ერთ-ერთი აქვს Claude 4-ს. 5-ჯერ ნაკლები აქვს თქვა ვიდრე 4.1-ს რა რომელიც მაგის კომპეტიტორია, მაგრამ დღეს ყველაზე ჰაიპში და ჩემი აზრით ყველაზე პროდუქტიული ეგ არის რა. იმიტომ რომ ზუსტად მაგას აკეთებს კოდი მაგალითად რომ ძალიან მარტივად შეუძლია აგენტების დასწავლა და ფაილებს რო ეძებს მაგალითად ყოველთვის ახალ აგენტს სპავნავს და ის აგენტი მოძებნის თავის კონტექსტს გადაიმუშავებს და მეორე დაუბრუნებს. Good point. ამიტომ you're on the right track there. მანდ მე აიდეაც მაქვს და ის რაც მოვისმენი არის და მოგეთ GPT იწება როგორც ყველაფრის foundational ტიპი რა. აშკარად ეგ იგრძნობა რომ აი მალე მოკლედ ხდება იგი რომ sign in with GPT. ეგეთი რაღაცა იქნება რა. ეხლა როგორც sign in with Google გაიჩნდება sign in with GPT რა.
და ამათი მიზანი არ არის რომ შენ რაღაცა ნიკას აგებს მოგწეს რა ქვია LLM-ი რომელიც კარგი არის რაღაც ვერტიკალზე ამათი მიზანი არის ვაფშე ყველაფერს გადაყვება უნდათ ვაფშე ყველაფერს შეჭმა უნდათ რა ტიპებს რა ანუ იმდენად დიდი მიზანი აქვს რომ ანუ Google-ი რო არ არის მასკელა რაღაც იმედა უნდათ რა ყველაფერს ფუნდამენტი უნდა იყოს ჩიპი და ამაზე ვან დაშენდეს ყველაფერი შესაბამისად ეს ტიპი უნდა იყოს საკმარისად ზოგად და მაგიტომაც ესენი მაგას არ აწვევიან რომ გეუბნებიან რომ ჩაუწერეს მაო იوار ვიღაცა და შვება ხარ რა გაგინდა რა ანუ ოღონდ ეგ მიზანი არის რა და ეგ აშკარად ისე საფიქრელი არის ჩემი აზრით მაგნაცილში რომ ეგ რას ნიშნავს რა ანუ საინი GPT რას გამოიწევს და ჩვენთვის როგორ თარგმნება ეგ და რას უნდა მოვაუწყოთ რა იმიტომ რომ ეგ პატარა საკითხი არ არის და ანუ ეხა ისო GPT-ს რა ქვია სემალტმანო ეს ტიპი რო დაიცია რაღაც device-ზე მუშაობენ მაგათაც რაღაცა გაკვით ახსენა რომ ხო რობოტების თემაც სხვათა შორის ამბობენ რომ მაინც ამ ისეთი შოუს არის როგორც Google-ა და თქვა რომ შეიძლება GPT-ს plus subscription-ს მოვაყოლოთ რობოტიო და რობოტი ახლა ტიპი Google-ის device-ზე და მოკეი ძალიან საინტერესო ანუ აშკარად იგრძნობა ის რომ ვაფშე ყველაფერი იცვლება რა ანუ დაიექცევა და ამშარო ეხა ვართ როგორც კარპატინი თქვა 1970 წელში რა და ვაფშე ყველაფერს გადაკეთება ხდება მათ შორის ვების და ინტერნეტ ან Google-ის და ყველაფერი გადაკეთდება საერთოდ რა და ეგ ანუ როგორც აცი იწყება ყველაფერი რა და ეს რო შეხედო ანუ მაგას კიდე აი მოვისმენია ამას იმ რომ ნებისმიერ სფეროში აიღე და პირველი ინოვაცია რაც იყო შეხედე რა ეს ინჟინერიაში ეს semiconductor და რაღაცები რო იყო რა ანუ იმ დროს ხო რაღაც სასწაული გარღვევა იყო და მე იმის რამდენი შენდება ზემოდან. ეხლა ჩვენთვის ეგ semiconductor არის GPT რა, ანუ OpenAI არის ჩვენთვის ყველაზე პირველი ემბრიონი თუ რა ქვია მაგას რომელიც გაჩნდა. ეხლა შენ წარმოვიდგინე ნებისმიერ ინდუსტრიაში რაც თამაშ შეხედო, რამდენი რამე ემატება იმაზე, ანუ სიგიჟე არის, წარმოვიდგინე GPT-ს წარმოადგენს რთული არის მაგდონისის არის რა. GPT რო გონია რომ იდეაში ყველა ანუ ამ მომენტში ყველაზე მაგარი ტიპი არის GPT. იქნება ყველაზე დაბალი ტიპი. ანუ შეიძლება რაღაც მომენტში ვერც მივხვდე რომ ამის უკან რაღაცა GPT-ი შექმნა როგორც ეხა ინტერნეტი არის და რაღაცები რომ ანუ იმდენი რაღაცა იჩითება რომ შენ ვეღარ ხვდები რომ იმის უკან LLM-ი აპრედიქტებს რაღაცებს რა და აი კარპატი მაგაზე ლაპარაკობ რომ OS-ი იცვლება და web-ის მიდგომა და ანუ ზოგადად human interaction იცვლება კომპიუტერთან რა ანუ აქამდე როგორ პატერსაც ვიყავით მიჩვეული ეგ იცვლება და ეგ აღარ იქნება რა და მაგნატებში მოკლედ ძალიან excited ვარ რომ ანუ სასწაული დრო არის მე მგონი რა შვენიერია ჩემი ძალიან ისეთია ხო exciting speech-ი გამოვიდა მოდი ეხლა სანამ დავიშლებით ერთი ბოლო მოკლე ტოპიკი რომ მოგვიყვე ვანდეროზე რა შვებით როგორი არის სტარტაპის CEO-ობა, CTO-ობა ტოის და ანუ რა ხდება რა ეტაპზე ხართ, რა ჩელენჯები გაქვთ, რა ტექნიკურად როგორ მიდის ყველაფერი? მოვრის თქვით მოგვიყვები მაგას. ხო, აი ვანდეროზე მოგვიყვები. ხო, ჯერ ვახსენებ ვანდეროც არიციან და პროდუქტიც მოგვიყვები რაზე ერთო სტარტაპი. ხო, ვანდეროც იდეა გამოვიდა იქიდან რომ ჩვენი მეგობრებიდან ვიცით და ჩვენი გამოცდილებიდან რომ ტურიზმის სექტორში თუ შეიხედავთ, მოხდებით რომ ძალიან ძველ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და ძალიან ბევრი რუტინული და გამეორებადი ტასკებია რა ამ სექტორს განსაკუთრებით ბიზნესებს რა თავისთავად და თქვით რომ ვა ეს რაღაც high target-ია რა იმიტომ რომ ახალი ზოლზე ადევს არ გულისხმობ B2C-ს რა და რაღაც ყველა დემოში ხდება ხოლმე გულისხმობ B2B-ს რა მაგნატილში არ დევს იდეა ხელისგულზე ანუ რამე კარგი რო იპოვო დების მქონდეს აქ გამოცდილება ცოდნა და ასე შემდეგ ეგ ერთი და მეორე რომ ყველა იმისი საგაკეთებია საშუალება რომ კარგი რამე დადო რა ამიტომ რომ მილიონი რამე არის რეპეტიტივ მილიონი ჰიუმანი არის ჩართული პროცესში და რო ნახო ეს ხალხი რა ტექნოლოგიებზე იყენებს შეიძლება არ დაიჯერო რომ ფუძე მოშოულობენ რა რომ აი რო რაღაც ამდენიმე კლიენტის იმათ რომ ვიყავი ანუ არ მეჯერა იმ ის ტიპი როგორ ყიდა პროდუქტს იმიაც სიგიჟე რაღაცა ტიპებს რა და თქვით რომ მოდი შევიდეთ რაღაცა თქვით რომ მოდი რაღაცა AI solution-ები დავდოთ ამ სექტორში რა თავისთავად ეხა აგენტურის სისტემა ოღონდ ნუ ეგეც long term მიზანი არ არის ვანდეროს მიზანი არის უფრო მეტად ის რომ ამ ტურიზმის ვერტიკალით ვისწავლოთ როგორ უნდა გავაკეთოთ სამუშაო გარემო ადამიანისთვის აი ეს აგენტურის სისტემები როგორ უნდა ავაწყოთ ისეთი რომელიც არის fully autonomous და background და ყველაფერი აქ რა ეგ როგორ უნდა გავაკეთოთ მაგრამ ეხა ესე ხო არ დაიწყო ანუ რაღაცა მიცომა დაიწყო და მოდი მეთქი რაღაცა ეგრე თქვით რომ ტურიზმით დავიწყოთ რა და მოგეთ ხო ეხა ვანდეროს აკეთებს მაგას რომ ტურიზმში განსაკუთრებით DMC-ისთვის ანუ კომპანია ვინც არის მიმღები
მაგათთვის ვაკეთებთ solution-ებს რა. ამ ეტაპზე mostly ჩვენს ვართ cursor for DMC და copilot-ი და ეს არის ასისტენტი, მაგრამ ჩვენთან ის არის რომ ეგ არის კონფიგურირებადი რა და first egg ძალიან კაი გავარტყით აშკარად, იმიტომ რომ აი კარპათი მას ახსენა რომ აშკარად კაი ჩითება ტრენდიო რომ სენ შეგეძლება სისტემაზე აი სლაიდერი დოკუმენტიც და სლაიდერს გაწევ ან გამოწევ რა, იმდან ხეთ რამდენად ავტომატიზებული გინდა. და ჩვენთან ეგ არის, ანუ კონფიგურირებადია სისტემა და შენ თვითონ წვეთ რა გინდა რომ იყოს ავტომატიზებადი და რა გინდა რომ სადგინე რომ ჩაერიო რა. და მთელი ჩელენჯი ხარ რაც გვიდგა და რა ეტაპი ვარ, ნუ ეტაპი ხარ უკვე პილოტები გაშებული არის, ტესტავ პროდუქტს, ფიდბექს ვიღებთ, ვაკვირდებით და მთელი ჩელენჯი არის, რომ ეს სისტემა მოკლედ ყოველ კვირაში თავიდან ვაწყობთ რა, იმიტომ რომ იმდენად ვსწავლობთ რა ჩვენც ახლა მაგას რომ არ ვიცით რა როგორ უნდა გაკეთდეს ყველაფერი და ის მემორი როგორ უნდა იყოს კარგად და ის რომ მე ამან თავისთავად განავითაროს და თან საკმაოდ მოქნილი იყოს, თან reliable იყოს, თან ისა ევალუაცია, რომელიც ასევე ძალიან გამომჩამეხსენებინა მემორის და ალბათ ყველაზე hot topic-ი არის ახლა აქ. როგორ უნდა გაგწესია, იმიტომ რომ საშინაო რთული არის აგენტური სისტემის ევალუაცია. რამე ხო არ გვირჩევ ევალის მხრივ. რამე ახალი სტარტაპი რაღაც ეგეთი ხო არ გაიჩით. ძალიან ბევრი არის იდეაში Erase და Opiki თუ ვიღაც ბევრია მოკლედ რა, მაგრამ მე ალბათ 10-ს არ გიჩევდი. თუ იყენებთ ახლა LangChain-ს და LangGraph-ებს, Microsoft-მაშივე დარჩი Langsmith-ი და Langsmith-ს აქვს თავისი SDK და შეგიძლიათ dataset-ი გააკეთო და ანუ ჩათვალე ანუ კოდის წერა შენ გიწევს, მაგრამ საკაიფოდ ხედავ მინიმუმ რა, იმიტომ რომ შეგიძლიათ ტრაექტორიას გატესტო. ელემენტზე judges, rule based, unit test-ები, ანუ ყველაფერი მიუხედავად რომ შენ გიწევს ყველაფერს წერა, at least ანუ მაგის მოქნილობა გააქვს მან და ახლა მაგალითად ჩვენ მაგაში დავრჩით რა. ოშტვაში ეხა რაღაც ახაერთულის შემოტანა არ მინდა, იმიტომ რომ არ ვიცი რთულია რა, ეხა ესა ხო და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ტოპიკი ასევე რომ ევალუაცია. ხო და ვანდერო შევავი ახლა მაგ ეტაპზე ვარ, რომ ვსწავლობთ რომ ეს სისტემა როგორ უნდა გაკეთდეს და თან მომავალში ვიყურებით რომ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა, რა სქემაზე უნდა იმუშაოს და ხო აი რაღაცა უფრო მაგ მოწყობაზე უმუშაობთ რა. ოღონ ამ მაგასთან გამომდინარე რა. მან არის საინტერესო ზოგადად აგენტების definition-ში, აი წეგან თქვი, ზუსტად ორი წამით თქვი რა, რომ ვსწავლობთ როგორ მემორის ნაწილში, აი როგორ მაგალითად self learning-ი თუ რაღაცა როგორ აკეთოს, ხო? ანუ როგორ გაუმჯობესდეს სისტემა, რაღაცა over the time, ხო? და ეგ ამაში ითარგმნება, ანუ ისევ მთლიანად მემორიში ითარგმნება თუ რაღაცა ქცევების და პატერნების დამუღამებაშიც, რომ ყოველი შემდეგი action-ი საკეთებისას წინები გაითვალისწინოს და ანუ ტექნიკურად რაში უთარგმნით მაგას? ხო, მემორიში ითარგმნება კი, იმიტომ რომ შენ უნდა დაიმახსოვრო, რომ რაღაცა წინა იმ დაგირეჯექტა და არ მოეწონა რაღაცა უარი გითხრა, ეს შენ სამაოდ როგორ შეგიძლია გამოიყენო რა, ეხლა ადამიანის ყველგრე არის რაღაცა რო გააკეთე და ვიღაცა მომაზე ფიდბექი მოგცა, შენ რაღაცნაირად ოღონ არ ვიცით ეგ როგორ იმახსოვრებ, მაგრამ იმახსოვრებ და მე ნებლიეთ ამას იყენებ რა. ეგ ხო მემორიში ითარგმნება და თორემ კაი რაც კიდე ბოლო დროს ფიქრობ მაგაზე არის რომ ძალიან კაი მიდგომა არის და ამღამო building block-ები და არა ანუ რა გულისხმობ ხა ამაში რა ანუ ეხლა ხვდებით რომ ეს რაღაცა აგენტური სისტემა რო გავაკეთოთ რამდენიმე key კომპონენტი არის რა მათ შორის არის ну თვითონ აგენტები თავისთავად აგენტების ორკესტრაცია და მასში გულისხმობა აი ვინვის როგორ ელაპარაკება და ეგ ნაწილი მემორი ევალუაცია მონიტორინგი, reflection-ი, ეგ self-improvement-ი და აი ესე არის core კომპონენტები, რომელიც ალბათ ყველასთვის კაი იქნება თუ აი მარგას დავამუღამებთ ამ core კომპონენტებს. იმიტომ რომ ჩაფალე ეგენი არის რაღაცა იერარქიული რითის მე ნებისმიერ ამის აკეთება შეგვიძლია მიუხედავად framework-ისა და მიუხედავად ყველაფრისა რა, ანუ თუ მაგ core კომპონენტებს კარგად ვისწავლეთ ჩემი აზრით რა. დანარჩენი უკვე მე just სტანდარტული software პროგრამირებაზე მივდივართ, რომ შენ ყველაფერი გაქვს და აწი უკვე აბსტრაქცია არის და როგორც გინდა ისე გააკეთე რა. მეტი არაფერი არ გვეცვლებ. ხოჭორს ეგეც აშკარად მოდის, რომ კი ეხა ეს LLM ინჟინრები, სხვა ტიპები გავიჩნდეთ ცოტა ხნით, მაგრამ ალბათ რაღაც დროის მერე ისევ მიუბრუნდება იმ ნაწილს, იმიტომ რომ ეს უკვე გახდება როგორც building block-ი რა. რამდენად ეხა მაგრაცებს რომ შევ რა, რამდენად ready რამდენად მზად არის შენი აზრით ის თულები რაც არსებობს რა. რომ მე მაგალითად ახლა 2 ხნის წინ მუშაობდი ისეთ
ანუ essential features-ზე, როგორც არის გასტრიმო ტექსტის, როცა LLM-ი რაღაც იპასუხებს და ფრონტში რო და გასტრიმო ეს ტექსტი რა. რაღაც რამდენიმე thread-ი გაქვს და გადართო გადურთო რაღაცა და მეგონა რომ ეხა ამას რა უნდა ეს როგორ არის solve და ამ რეაქცია იქნება ამის solution და ყველაფერი რაც ნახე რაღაცა ანუ ისეთი იყო რა აი დემოში რო კაია და მე შეგნით რომ million limitation-ი აქ ან თავისი მთელი ყველაფრით რომ მოდის რა აი ხო იცი ბანანი რო გინდა და თავის მაიმუნით და კუნძულით რომ მოდის რა ამიტომ ძალიან გამიკვირდა რომ ეგეთი ზუსტად building block-ი როგორც არის რომ მაგალითად გასტრიმო ტექსტი არისო რა ესე გამზადებული და ჩემით მომიწია ეკეთება რა არა ხო ეხლა რა building block-ები ვთქვი მაგთან ნახევარი არა აჯემზად და ეხლა ჩვენს კონდა ვანდერო შეექსპლუატაცია რომ აი მაგალითად ბოლო 2 კვირაში დამატებული change-ი დავჭირდა და ველოდებოდით და რო გაიჩითა ეგრევე დავამატეთ და ანუ მე პირადად აი იმას რო ველაპარაკე ამ blockchain-ის აი მე რა ტექნიკური კითხვა მქონდა რომ მეთქი ამას როგორ აკეთებთ რა და არ ვაკეთებთ ანუ არის რა ეგ ეხლა წამონა ზართულია რა ყველაფერი ესე იცვლება მით უმეტეს ეხლა შენ რო ეს ახარ blockchain-ის რო ხარ წარმოიდგინე რა უნდა გააკეთო არ იცი რა ზემოთ აფოკუსეთ და ყველაფერი უნდა და ანუ ზართულია მოკლედ რა ამიტომ მაგის მზაობა კაინდა უნდა გქონდეს რა მაგიტომაც არის რთული ხო ეგ და სტაბილურო რომ როგორ გააკეთო ყოველთვის და რაღაცები გამოდის ჩვენ ქონა მაგალითად რაღაც თული რომლის JSON schema იყო თქვა რაღაც 10 levels deep იმიტომ რაღაც ფილტრებია ჩარტის და რაღაცები და OpenAI-ზე ჩაურვათ მუშაობდა და Azure-ზე დახოსტილ ზუსტად იგივე მოდელზე რა არ მუშაობდა, ოღონდ ვერ მიხვდებოდი ან რაღაც binary search-ით მომიწია, ესე ნელ-ნელა მისვლა იქამდე რომ ამ რაღაც ჩვენი 20 თულიდან რომელი იყო კერძოდ რომელიც არ მუშაობდა და რატო რა. და სხვა შორის აი კლოდი გამოვიყენე, რომელსაც დამიგენერა ერთი 20 სხვადასხვა სკრიპტი, რომელიც ტესტავდა სხვა თულებს და ეგრე ნელ-ნელა მივედი იქამდე რომ სადია რა. ხო, ეგ ისე მიღებული პრაქტიკა LLM-ით და unit test-ების დაწერა და LLM-ით ისა, მაგრამ ეგ არის ყველაზე ბანძი ტესტირება რა. იმის მერე ბევრად მეტი რამე გჭირდება. ფოტოშოპში მაგაზე კაი კიდე რაც ავამოღამი არის, რომ prompt-ებში თუ იყენებ და ზოგადად JSON-ს თუ იყენებ. ну algorithm tool call-ში სხვა გზა არ გაქვს, მაგრამ prompt-ებში JSON-ს ბევრად ჯობია EML ფორმატი გამოიყენო რა. აი ბევრად. და მაგაზე ძალიან კაი თოქზე ვიყავი, რომ ტიპი მაგას ასაბუთებდა, რომ რამდენად ხელს უშლის JSON-ი LLM-ს რა. ტოკენებს თავიდან ანებო ისედაც რა. ოკეი, ანუ შენ ამბობ, რომ ზოგადად ყველა პრომპტინგში JSON-ი სადმე თუ ან ნებისმიერ LLM კონტექსტის ინტერაქციებში YAML-ი უკეთესი არის. ეგ არის დებულება. ან ტოკენები აი პლუს და აგვირდები, შენ კიდევ როდის დაამუღამეს, რომ ტოკენები ჯობია რაღაცები გამოყო და უთხარ ვაი ამ ტოკენში JSON-ში ხო, JSON-ში დამიბრუნე ხო რა. ეს ისე. კი ბატონო. აი, ეგ ამ მგონი მეგობრებო. ძალიან კაი გამოვიდა რა. აჩო. ხო არ გათიშავ. აჩო. ჩამოდით, მალე ჩამოდით და აქედან მე შევპეროთ რა. ანუ აი ეგ რაც რა subscribe-ს დამჭა არის, რომ ძალიან მოწმანი ცხოვროს ერთი კუჩის იქეთ რა, რაღაც ძვირიც აღარ იყოს. ანუ ეგ ისე ძალიან ის არის რა, როგორ მოახერხეს, რომ ეს ხალხს თავი მოუყარეს, აი ვერ ხვდები რა. თან მით უმეტეს დაფიქრდე გარემო არ უწყობს მაგაში ხელს მაინც რა, ანუ არც ქალაქი არის რაღაც სასწაული და არც გარემო არის ესეთი სასწაული და რატო არის ეს ხალხი აქ სიმართლეებს და მაინც ვერ ხვდები, მაგრამ ანუ ეგ მოკლედ ძალიან მამოძრავებელი ტიპი არის და თან მაგის შეგრძნება რომ ეხა AI-ის ვექტორს აი ეს ქალაქი ეხა სადაც არის ეგ სulis, ანუ ეგ მოკლედ სიგიჟე არის რა, მაგას რო ხვდები და მაგას რო იაზრებ რა. ხოდა ეგ მოკლედ ძალიან მაგარია რომ ანუ საქართველოში ხო მე ეგრე ვიყავი და წამოსვლის ის ეგრე მაგიტომ მქონდა რომ ჩემი შინაგანი мотиваციის ხარჯზე მიწევდა რაღაცებზე ფიქრი მაგალითად და ანუ ყოფილი ყოველდღიურად შენი თავის ის რომ გიწევს რა ეს მენეჯმენტი და ესა რომ მოდი ხარ ამეს რამე არ გამომრჩეს, ამას თვალყური ვადევნო. მან ქრისტესიგია. აქ ეგ ხო ანუ შენ დაუნებურად მოგდის და მაგიტომაც აღარ გიქვლის რომ რაღაცები კეთდება, იმიტომ რომ იმიტომ რომ ვიღაცა მაგარი ტიპი არის და იმიტომ რომ ჩვენზე მაგარ რაღაცები იციან. საერთოდ არის ეგრე რა. ანუ შენ ხვდები რომ არაფერ ჩამოვარდება ამ ტიპზე და ბევრ მაგარ რაღაცებს აკეთებ, მაგრამ აქ განსხვავება არის იმენა მაინდსეტში რა. ანუ ტიპები ანუ
ტიპი ხდება, რომ სტარტაპს რო აკეთებს, ეს სტარტაპი უნდა ღირდეს მილიარდი რა, ანუ მაგ მოტივით იწყებს სტარტაპის კეთებას, რა, ანუ 10 მილიარდი, 100 მილიარდი უნდა ღირდეს სტარტაპი და ერთი რო ეხა ამ ხელა მოტივაციით რო იწყებ იქ შანსი რა, რამე არ გამოგივიდეს. მე მეორე კონექშენები ეხა და რაც არ უნდა იყოს ყოველდღიურად რომ ვიღაცას ხვდები და რაღაცა მეგობრდები რომელიც მომავალი პოტენციური ინვესტორი არიან ასე შემდეგ ეხა იმას ვიყავი რაღაცა просто რიგში ვიდექი არ ტიპი ვიღაც ხალი მოვიდა მებაზრება და ანუ რაღაც ის მეგონა ხო იცი ვიღაცა მარტო ტიპი რო დგას და რო უნდა რომ მოვიდეს და გებაზროს იმიტომ რომ შავერამ ვერ იპოვა და მეთქი რაღაცა ვებაზრები და ბოლოს აღმოაჩინა ტიპი როგორი ინვესტორი არის და რო დავსწრე ანუ მეთქი ვაი მე ვებაზრებოდი რა ანუ სასწაული ტიპი იყო რა და ანუ ვაფშე არაფერზე არ ეთყობოდა ანუ საქართველოს რაღაცა ტიპს ატყობ მაინც კიდე არ გინდა რა ქეში არ მაქვს უთხარი ხო მეთქი მე დაცვა იმან კიდე რა უნდა ხოს მე მაქვს ქეში რაც მე ქეში აი ვაფშე ვერ ეთყობ ტიპს რა რომ ანუ შეიძლება რაღაცა სასწაული ბექგრაუნდით მოდიოდეს ან მოგეთ ძალიან ესეთი ტიპი იყოს რა და ეგეთ გარემოში რო ხარ მე მგონი ბევრად უფრო მარტივი არის მე რაღაცების კეთება ვიდრე ახლა საქართველოს იმიტომ რომ მან ყველაფერი შემქრებზე არის წარმოედინე რა ერთი რო ყველაფერი ტექი ისწავლო და ასე შემდეგ და სოლუშენი მე მეორე ხარ ყოველდღიურად რო უყურებ რა რო ის რო ვიღაცა მაგალითად ჰაკათონზე გამოვიდა ან ივენტზე ვიღაცა გამოვიდა რაღაც X პროდუქტს აკეთებ რა X-ის კოპია რო დაიწყო იმ დღესვე ჩათვალე რომ ანუ ის კომპანია წარმატებული შენ წარმატებული ხარ რა რაც მოხდა გუშინ მიცეფის ბევრი მაგალითი რაც გქონია ანუ თუ მაგას მალევე აკეთებ კოპია გააკეთე და ეგ არის და მე კონკურენტი გიყიდის მაგიტო აქ ბევრად მარტივია რაღაცების კეთება რა მთავარი არის რომ პროსტა just ტექი გქონდეს სიმართლე ხა ის სტაბილურობას არ მრჩება რომ აქ ტიპები რაღაცა 24/7-ზე მუშაობენ ახლა საქართველოში მე სტაბილურობა უფრო მქონდა რომ რაღაცა დილისტებზე მაგალითად კოლი გქონია ჩვენ რა თანამშრომლებს ახლა ეგ სტაბილურობა ყოველთვის აქ არ მრჩება რა დილისტებზე გამან და 10-ზე იძინებს და საისა და მაგიტო პროსტა ხო just გარემო არის ფანაერი რა და ხო ეგეც არის მე ჩანდას ვალაგებ და მოვდივარ თქვენი არ ვიცი კარეთში ანუ work life მართლა ძალიან კარგად აქვს მანდ ო კი სოციალისტი ანუ ყველა დარგვის და მეთქენ რა დროს სირბილია შეჩემ წადი რამე გააკეთე და რა ველოსიპედი და რაღაცებს რო დადინავ საქართველოში ეგ არა მე მგონია რომ ბევრად მეჩვენო საქართველოში და ბევრად მეც ვაკეთებთ უბრალოდ ჩვენი გონება არ არის ისე მომართული როგორც ამათი რა და ის რაღაცა შეზღუდვები გონებაში გინდა არ გინდა გვაქვს რა იმიტომ რომ აი საქართველოში რომ მაგალითად გააკეთოს სტარტაპი რომელიც პირობითად გაიყიდება 1 მილიარდად ეს ჩვენთვის არის წარმოუდგენელი და აქ ეგ არის მიღებული რა ანუ აქ ანუ მაგ მოტივით ხდება ხარ ის ხო რა ანუ ეგრე ხარ მოწყობილი რა და ეხა რა შეიძლება მაგაზე მაგარი და მაგაზე მომოტივირებელი იყოს რა მე ყველა მეორე რო ხედავ რომ ის გაიყიდა იმან ეს იყიდა და ანუ ყველა სიცნობ მოკეთ ხო რა ეგ არის რაც ალბათ ყველა ჩვენ მჭირდება და მაგიტომ მოკეთ ელოდები ძალიან მაყურებლებისთვის ვიტყვი რომ ანუ სადღაც 1-10 წუთის წინ აჩუმ გათიშა ხო არ მოკლედ აჩუმ გათიშა და მეგობრებო რო იცოდეთ გათიშოზე უთხარით რომ რა არის ბიჭო like what the fuck და ის წვეტა იმიტომ იყო რა უცნაური რა ვინც აქამდე დაბნეული უყურებდი და რაღაც გადაახმეთ თვითონ გენახათ რა ხორგაჭე და ეგ იყო აი კიდე ერთხელ მეგობრებო მადლობა მოვხადოთ თალფოს ხო by far მე მგონი რეკორდს მოვხსნით რა ყველაზე ბიუდ ეპიზოდი იქნა. კიდე ერთი აჩინა მომეყოლა. 380 ნახვა გვექნება. რაფო, მადლობა კიდე ერთხელ მოკლედ. მადლობა ყველის გაზიარებისთვის და აია რა ვილაპარაკოთ ხოლმე რა, იმიტომ რომ ეგ არის რა, ანუ ლაპარაკი აი აკავრობის თემას რა არის, რა ტიპა რომ ლაპარაკობ და პროსტა მეტი დროს შენი გონება ხარჯავს რაღაც კონკრეტულზე რა. ეგ არის და პროსტა მეტი ვიბაზროთ რა, ერთმანეთშიც და ზოგადადაც რა. კი, შვენიერია. მადლობა კიდე ერთხელ რაფა. დაგვალაიქეთ, გამოგვიწერეთ ყველაფერი რა. Discord-ში დავაი. გავთიშო, ახლა აღარ გავთიშო. გათიშე, დრო აჩო.